ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწვდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის მეხუთე სეზონის მეექვსე ეპიზოდით დაგიბრუნდით, სადაც იაკუძასა და იტალიური მაფიის დაპირისპირების ასეთი შესანიშნავი შემადგენლობა არის და ვთხოვთ რომ გავამხნევოთ ერთმანეთი. დღეს ერთი თქვენგანი აირჩევა, მაყურებელი აარჩევს ერთ MVP-ს, რომელიც სუპერფინალს ითამაშებს. ჩვენი გენერალური სპონსორია Betson Sport-ი, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო სპონსორობისთვის. ასევე ჩვენი სპონსორია ბენედიქტინერი, ამჯერად უკვე Hell და ბენედიქტინერი არის ყველაზე მაფიოზური ლუდი. Like Hell or მე ერთვით. Hell? Yeah, thank you. Thank you.
ვინც საჭესთან ხართ მეგობრებო, შეგიძლიათ მიირთვათ Starbucks-ის ცივი ყავა, გემრიელად მიირთვით. მეგობრებო, ყველა MVP-ს ფინალში Celsius-ი გადასცემს ვაუჩერებს, ჯამში არის 8000 ლარის საპრიზო, ასევე Celsius ეყოლება საკუთარი რჩეული და გეტყვით რომ Celsius-ი არის შიკის ოფიციალური წარმომადგენელი, ზაფხული მოდის, კონდიციონერები ყველა გჭირდება, მაფია პრომოკოდი გამოიყენეთ და მიიღებთ 15%-მდე ფასტაკლებას. შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია საიტზე ან ფილიალებში. მადლობა მათ სპონსორობისთვის. ასევე Celsius-ი არის ოფიციალური წარმომადგენელი არისტონის. მაფიის სპონსორი არის ლუდისა, რომელიც არის პირველი ქართული პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ჩიპსი და ჩემი საყვარელი ჩიპსი გახდა. შეგიძლიათ რომ მიირთვათ მერე გავარდნილების ოთახში. ყველამ კარგად იცით რომ ჩვენ ვიყოფებით მირიან მეფის 31-ში Full Room მაფიაში, ვისაც გსურთ რომ ითამაშოთ მაფია X, სადაც იუთუბერები ვთამაშობთ ხოლმე, შეგიძლიათ მოგწეროთ, დაჯავშნოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად და ერთად ვითამაშოთ მაფია. მაფიის ღამე 14-ზე არის შემდეგი გათამაშება, რომელშიც ჩაერთეთ TikTok ედიტორებო და მე მომწონს ხოლმე ძალიან რომ აკეთებენ სახალისო თუ საინტერესო ედიტებს. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ წარმატებულ, არგუმენტირებულ და სახალისო თამაშს გისურვებთ. გავერთოთ და სიამოვნება მივიღოთ ამ შესანიშნავი თამაშით. ყველა სტუმრის ლინკი არის აღწერაში, ასე რომ გადაბრძანდით, გამოიწერეთ. ნიღბები გავიკეთოთ კარგად, თავი დაბლა დავხაროთ. იღვიძებს პირველი ნომერი. დაირჩევს როლს. სლენდერას მადლობა. სხვათა შორის შეგიძლიათ განახლებული იაკუძას კარტები შეიძინოთ ქალჩობჯიზე, იღვიძებს მეორე ნომერი და ამ დასტას სიმბოლურად თამაშის ბოლოს ერთ-ერთ მოთამაშეს გადავცემ. იღვიძებს მესამე. იღვიძებს მეოთხე და გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მეხუთე და გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მეექვსე. ნიღბის მოხდა არ არის აუცილებელი. იღვიძებს მეშვიდე და გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მერვე. იღვიძებს მეცხრე. იღვიძებს მეათე. იღვიძებს მე-11. და იღვიძებს მე-12. ნიღბები კარგად გავიკეთოთ.
გავსწორდეთ, თავი დაბლა დავხაროთ და ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია. დონი იქნევს ხელს. დონი ირჩევს მარჯვენა ხელს. მშვიდობები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. მშვიდობები იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი. დეტექტივი გადახედავს ქალაქს. მშვიდობები იღვიძებს ექიმი. მშვიდობები და თენდება მცოდვებით ახსავსე ქალაქში. ჩემ რჩეულს გადაეცემა თამაშის ბოლოს სპეციალური ედიშენი კარტი თქვენს ხართ და ვისაც გსურთ ჩაგამატებთ. ხშირად ვინც არიან მხოლოდ ისინი არიან და მე ვისურვებდი რომ ხშირად. კარგი, ფოლები არ ავიღოთ. პირველი ნომერი გახსნის წრეს. გამარჯობა, მე ვარ პირველი ნომერი და ვარ პატიოსანი მოქალაქე, რა თქმა უნდა. თუ არ ვარ პატიოსანი მოქალაქე, ეხლა სახეზე დამაკვირდით და ყველანი აუცილებლად შემატყობთ ვინც ვარ. მე სკოლაში ძალიან მიყვარდა ისტორიის სწავლა და ამიტომ თარიღებს ძალიან კარგად ვიმახსოვრებდი. მაგრამ გავიდა წლები და ღამის თენებამ თავისი შედეგი გამოიღო და ამიტომ ეხლა არც ერთი წელი აღარ მახსოვს. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ ისტორია ძალიან მიყვარს, მაინც და მაინც ნუ მკითხავთ, რომელ წელს შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები საქართველოში, ან თუნდაც, რა ვიცი, დიდგორის ბრძოლა და მსგავსი რაღაცები შეგიძლიათ მკითხოთ. ეხლა ნელ-ნელა დაგიმშვიდობებით, ლაშა საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებით დღეს და ჯიმას კარგად დაფერთხა თავისი წონა. წარმატებები მოთამაშეებს. ბრავო. ჩელენჯი მე მგონი შესრულებულია, ორ ნომერს უსმენთ. მე ჯერ ასეთი გახსნა მართლა არ მიგახსნა. მოგესალმებით მეგობრო, მეც არ მინახავს ჯერჯერობით ასეთი გახსნა. ძალიან სახალისო იყო, ეხა ქოროსგან ნაკლებს არც მოველოდებოდი, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ვოისის გამო გუნდში ვერ აგიყვან. ჩემო ქორო, მით უმეტეს რომ პირველი ნომერი ხარ, მით უმეტეს რომ ქორო ხარ, მით უმეტეს რომ ქორო ხარ და პირველ ძეზი ხარ და მით უმეტეს არც გველაპარაკები ვოისი მოგვასმენინე, მაგრამ სახალისო გახსნა იყო, ყოჩახ, კრეატიული იყო, პოზიტივი შემოიტანა, მაგრამ გუნდში არ ვითამაშებ. ნუ ეხა თუ რამეა და ვინმე სამე კითხვები გექნება ერთიანს გადავამოწმებ, არანაირი პრობლემა არ არის და დავდებ მის ფერს. თუ მაგალითად საჭიროება არ იქნება, მაგრამ მგონია რომ უფრო იქიდან მირჩევნია რომ ვიღაცის გადამოწმება დავდო რა. ჩემი აზრით ესე უკეთესი იქნება. ხა აზრი აქვს მე პირველ წრეზე გავიხსნები, თუ მეორე წრეზე მგონია რომ ეს თამაშის უნდა ვითამაშოთ, რომ თავიდანვე უნდა მივცეთ ინფორმაცია მოქალაქეებს, მით უმეტეს როცა დეტექტივი ვარ. ვინმეს გაქვთ ამაზე პრეტენზია? შენ ხარ დეტექტივი? შენ შეიძლება იყო დეტექტივი, ოღონდ მარტო ალბათ ნულოვან წრეზე. მე შეგხედავ ნახოთ რას ითამაშებ რა. არ გნახოთ, გამოჩნდება 9 ნომერი. მე ვარ წითელი კარტი, ვარ დეტექტივი და გისურვებთ პატიოსნებს წარმატებებს. 3 ნომერს უსმენთ? ვაიმე, გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და პირველ რიგში ის მიხარია რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ ახალი როლები რო შემოვიდა, მართლა გონზია რომ რა და როგორ ხდება და კარგია რომ მე ამ სიტუაციას გამოვეთიშე და როგორც პატიოსანი მოქალაქე ისე ვითამაშებ, ბევრად მარტივად, მაგრამ თქვენ დაგაკვირდებით. აქედან გამომდინარე, ქოროს იუმორი ძალიან მიყვარს, მართლა ძალიან კარგი იუმორის პატრონია და ხო, მისი აქ უნდა შესაძლებელი უბრალოდ და ხო, ვერაფერს ვერ ვიწვით, ან პირველი იყო, მე რო პირველი ყოფილიყავი, ალბათ ესე დავჭდებოდი. ერთი ლაშამ დამაიჭვა ძალიან, რომ ნულოვან წრეზე მით უმეტეს მეორე ხარ და იხსნები დეტექტივად, მე ელოშა ეგრევე არა მე ვარო, მე შეიძლება შენც იყო, ანუ ძალიან დავიბენი რა, მოკლედ. ვერ გავიგე კარგად რა ხდება, მაგრამ იმედი მაქვს ნულოვანის შემდეგ უფრო დაალაგდება სიტუაცია. რა მაინტერესებს ელოშა რა სიტყვის. მადლობა. მადლობა. 4-იანს უსმენთ? გამარჯობათ. მე ცელსიუსი ამყავს გუნდში, გამაგრილეთ. Так, ქორო, ლუდვის შემოგთავაზებ, აღარ გაქვს. სიამოვნებით, მე არ მივირთმევ. მიაწოდეთ.
ლაშას თამაში მომეწონა, გუნჩი ავიყვან. ეხა იფიქრებენ მე დავლინე ჩემი დედას მეცაო. ლაშა ამყავს გუნჩი. დაიფიცა ფოლი დაუწერე. ცხრიანი ძამყავს გუნჩი წინასწარ. და მე შევხედავ რა მოხდება, პატიოსანი მოქალაქე ვარ. სამიანის გახსნა მომეწონა, მაგრამ ნეიტრალში დავტიებ, ანუ გუნჩი არ ავიყვან. ქოროს წარმატებები. 10 წამი? მას. მადლობა. ხუთიანს უსმენთ? მოგესალმებით, მიხარია თქვენთან ერთად თამაში, რატომღაც ქართული YouTube-ის მაფიას არ უნდა მოქალაქის გარდა სხვა როლი მომცეს. და ამჯერადაც იგივეა, პატიოსანი მოქალაქე, რაც შეეხება ქოროს, მისი ექონა შესაძლებელი იდეალური იყო, მაგრამ გუნჩი არ ამყავს. ლაშა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად აი ჩემზე ყოველთვის მოქმედებს, ამჯერად არის მოქმედა. ლოლა ძალიან მომოწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი და ქალია რაღაცნაირად მეგულწრფელა, რატომღაც, არ მეგულწრფელება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ჯენგო მართლა ვერ გავიგე, მაგრამ ამ ეტაპზე ლოლას ავიყვან მხოლოდ გუნჩი. სამიანი. პას. მადლობა. 6-იანს უსმენთ? მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია აქ ერთ ნომერზე არაფერი კომენტარი არ მინდა გავაკეთო, ძალიან კარგი პერფორმანსი იყო და შემდეგ წრეზე აუცილებლად მე იმედი მაქვს, რომ პატიოსნების ხარეს იქნები და ითამაშებ. ორ ნომერს რაც შეეხება. მოიხსენი დეტექტივობა თუ არ მოიხსენი? ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაშინ ძალიან კარგი რომ არ მოიხსენი, მაგრამ ხო, რომ მოგეხსნათ, რაღაც ბოლოს ისე გავიგე, რომ შეგხედავ პირველ წრეზე დარჩები თუ არაო, რაღაც შეამზადე. ხო, იმიტომ რომ შენ ხარ დეტექტივი და ამას არ იხსნი. რომ მოგეხსნა იქნებოდა ტრაგედია ჩემთვის და ხო 4 ნომერის ორივე დეტექტივის გუნდში აყვანათ, ნუ რაღაც საინტერესო რაღაცა ორიგინალურობაა, მაგრამ მე მაგალითად როგორც პატიოსანი მოქალაქე ამას არ გავაკეთებდი რა. ამ ეტაპზე ემოციურად უფრო ცხრიანი მომწონს, იმიტომ რომ მე ვიცი ცხრიანის თამაში და ისიც ვიცი რომ უბრალოდ სადღაც თავს არ შეყოფ და თამაშის დაწყებიდან მეორე წუთში. ეს ჩემი განმოსახედი, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, ყველას დანარჩენს მოგისმენთ და ვითამაშებ ძალიან კარგ დაბალანსებულ თამაშს რა. მე მგონი რეკორდი მოიხსნა დეტექტივად გახსნის ხო თან ამავდროულად. მადლობა პასი. Так, ერთ ნომერს, ნუ, ჩელენჯიდან გამომდინარე არ ავიყვან და გარდა ამისა, იქ შეგეძლო გეთქვა ვოიში, რომ ჯერ არ ვიცი რა როლი მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, პატიოსანი მაქვს და ასე შემდეგ. ნუ, ეგ მეორე ხარისხოვანია. ორ ნომერს რაც შეეხება, მეც რომ დეტექტივი ყოფილიყავი, მეც იგივეს ვიზავდი, იმიტომ რომ სამ გადამოწმებას მინიმუმ დავდებდი, ანუ ნულოვან წრეზე არ გავარდებოდი, მერე წრეზე დავამტკიცებდი ჩემს დეტექტივობას შესაბამისი გადამოწმებით, შემდეგ წრეზე ექიმი დამხილავდა და ნუ შესაბამისად სამი ღამის გადამოწმებას ნულოვან წრეზე გავიხსნები თუ შემდეგ წრეზე გავიხსნები, დიდი აზრი არ ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ორ ნომერთან ჯერჯერობით თავ შევიკავებ თამაშისგან. სამი ნომერი, რავი, მე ვერ ხვდები 4 ნომერს რატო არ მოეწონა. ჩემი აზრით 4 ნომერმა რაღაცნაირად ხელოვნურად ჩატეხა სამი ნომერი. არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ფაქტი ის არის, რომ ნეიტრალური მასთან არ დაიჭირა. 4 ნომერთან ახლა ამ ეტაპზე არ ვითამაშებ, 3 ნომერთან ვითამაშებ. 5-6-თან მერჩენია თამაში. 2-თან თავ შევიკავებ, 4-თან თავ შევიკავებ, 1-თან თავ შევიკავებ. არავის არ ვაწითლებ, არ ვაშავებ. მადლობა. 8-იანს უსმენთ? გამარჯობათ. ქოროს გახსნა ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა და კრეატიულობას არ ვჩივი. რაც შეეხება მეორეს, მეორე ნომერი რატო გაიხსნა ესე დეტექტივად, მერე აქეთ 9 ნომერი ელოშა გაიხსნა მეორე დეტექტივად. მე მაგალითად ესე ვერ ვიტყვი რომ რომელიმეს გუნდში ავიყვანდი რა. ალბათ უნდა ჩამთავრდეს წრე და მერე გადავწყვიტავ. ნუ ჯენგომ პირიქით გააკეთა რა და ნუ მაგაში ვერ დავეთახმი, მაგრამ შენ მინდა მოგმართო რომ სამიანზე თქვა რომ ნეიტრალური არისო ჯენგომ და მე ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობ. სამიანი და ხუთიანი ძალიან მომეწონა და 6-იანიც ძალიან მომეწონა. ალბათ პირველთან, 3-თან 5-თან და 6-თან ვითამაშები. შენი ცოტა კაი, ფოლს ავიღებ. თან ნეიტრალურია და თან მოგეწონა, მაშინ გამოდის რომ ნეიტრალური კი არა, დადებითია. შენთვის წესი. იმას მეუბნები რომ ნეიტრალურია და თან მეორე ფოლსას დაგიწერთ? დაასრულდა 8 ნომრის დრო. 9-იანს უსმენთ? ძალიან ცუდი არის ზოგადად არ მიყვარს პირველ წრეზე, ნულოვან წრეზე დეტექტივად გახსნა, იმიტომ რომ ძალიან თამაშს ეკარგება ხიბლი რა, აი მაგის გამო ეს 7 ნომერი რაც ძახდა, მე მაგის გამო არ ვეთანხმები 7 ნომერს, მაგრამ უყურეთ ჩემი გადმოსახედიდან როგორ ლაგდება. 1 ნეიტრალურია სრულიად, 2 შავია.
3 ნომერი ნეიტრალურში რატო 4 ნომერმა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მეტად მეცლება 4 ნომერი, იმიტომ რომ 4 ნომერმა გარისკა და ორივე დეტექტივი აიყვანა გუნდში რა. ამაზე სხვას არავის რო არ უსაუბრია, ჩემთვის ყველაზე წითელი ახლა 4 ნომერი იქნება. 5 ნომერი შედარებით წითელი მყავდა, 6 ნომერი საუბრით თითქოს კარგად საუბრობდა, უბრალოდ თავის წუთის პირველი წუთი იმას დაახარჯა, რომ პირველი 30 წამი დაახარჯა იმას, რომ ორი ანუ შენ დეტექტივი ხარ, ანუ შენ დეტექტივი ხარ და ამ იმის გაღვივებას აპირებდა. მე საერთოდ არ ვაპირებდი გახსნას, უბრალოდ იმის გამო გავიხსენი, რომ მთელი მაგიდა ჩაეწერებოდა ორიანის დეტექტივობაში და ეგ არ მჭირდება მე. ჩემი გადამოწმება დიდი ალბათობით 7-იანში წავა, რომელიც 4-იანს ტეხავს რაღაც არარეალური მიზეზით. მან შავი კარტი მაგას არ რისკავს. 10 ნომერს უსმენთ? მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. 4-იანის ლაპარაკი 2-იანის მიმართ მომეწონა და მე ვიცი 4-იანის თამაში ზოგადად. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ხვდები მაგ ადამიანის ემოციას, საუბარს და რას გულისხმობს და რანაირად თამაშობს. პატიოსანი მგონია 4-იანი, ვეთანხმები მაგას 9-იანში. 2-იანზე რაც თქვა, მაგაზეც გავამახვილე ყურადღება და 2-იანს როგორც დეტექტივი ლოვანძრეზე ვითამაშებ 4-იანს, მომეწონა 5-იანის 3-იანზე ყურადღების მიქცევა, 7-იანის არ მომეწონა, იმიტომ რომ 4-იანს 3-იანი არ ჩაუტეხა. არაფერი არ უთქვია ისეთი 3-იანს. 5-იანმა თქვა 3-იანზე, უფრო რას თქვა, რომ არ მომეწონაო, რადგან ჩემი დაქალიაო, რაღაც ახსენა და ასე შემდეგ. 6-იანზე იგივეს ვიტყვი, პირველს ნეიტრალურში დავტოვებ, რადგან პირველი ისა, მერვე დაბნეული მეჩვენება. შენ გუნდში ყავ ხარ კიდე. всё. მადლობა. 11-ს უსმენთ? მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე ვარ. 1-იანზე მოდი არ ვისაუბრებ, კარგი იყო, ოჩახლენკას და ელუშას. 2-იანს რაც შეეხება რა, შენ უთხარი 9-იანს რომ კაი შენ შეიძლება იყო შერიფიო რა, ამის გამო შენ ეგეთ სიტყვებით თქვი და ეგ არ მომეწონა. ყველაზე წითელი მგონია 3-იანი, რაღაც ემოციურად ყველაზე წითელი 3-იანი მომეჩვენა. 4-იანი თქვენ რო წითელი მოგეჩვენოთ, მე ვაფშე რომ მეჩვენა წითელი რა. თავისი დასაწყისი დაახლოებით 15-20 წამი გაწელა რაღაც ლუდი, გაცვალა მე ისიც თქვა, ანუ შეეძლო უფრო მეტი ესაუბრა მანამდე მჯდომებზე რა. 3-5 მგონია ყველა წითელი, 6-იანს ძალიან გაუხარდა რომ 2 შერიფი გაიხსნა 0-ზე და ბალანსი ეგრევე ახსენე რა და შენ თუ რაღაცა შავი კარტისკენ ხარ, უფრო მგონია რაღაც შოგუნი იაკუზასკენ ხარ შენ, რა შავი არ მგონი ხარ. 7-იანს ხო შეეშალა და 7-იანი არ მომწონს. და 10 არ მომწონს რა. შენ შერიფად რო გაიხსენი, მარტო იმიტომ გაიხსენი, რომ 2 გაიხსნა. სხვა ვარიანტში შენ თუ შერიფი ხარ, არ გაიხსნებოდი რა წესით. ბას. მოგესალმებით, მე ვარ კოპალა, პატიოსანი მოქალაქე ვარ. პირველ ნომერს მეორე წრის ბოლოს მოვუსმენ, ეხლა უბრალოდ ოკეი, კარი პერფორმანსი იყო. 2-9 შორის რაც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის, რომ მე ვიცოდი რომ თუ მაგიდაზე ვინმე შერიფად გაიხსნებოდა 0-იან წრეზე, ელოშამ თქვა რომ მეც გავეხსნები პროცედურა რა, ეს მოვისმინე მე სამ თამაშს დავიწყებდით და ზუსტად იგივე რაღაც მოხდა რა, ამიტომ ჯერჯერობით თქვენ შორის რაღაცებს ვერ გამოვიტან დასკვნებს. კი, ზუსტად ეგ სიტყვები იყო და ისე რა არ მომწონს, იცი? 9 ნომერი დეტექტივის როლიდან ამბობს რომ 4 ნომერიო არისო წითელიო, რომელმაც 2 დეტექტივი აიყვანა გუნდში. შენ შეგეკითხები ახლა ვის რა დაუძახო, რაც მეჩვენა ის დავინა. რა თქმა უნდა მე შემეკითხეთ. აუცილებლად გადამოწმები. აუცილებლად გადამოწმე, კარგი რაღაც დაგვხდება თუ დონი ხარ. 5 ნომერი შედარებით მომწონს, 6-მა რო აღნიშნე ეს ყველაფერი რაც მე აღნიშნე ძალიან მომეწონა. 7 არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ 9-ს არ მომწონს, 2-9-ში მე 2 უფრო მომწონს, 2-ის დეტექტივობა. 9-ს ძალიან არ მომწონს. რა, 2 უფრო დადებითად და ამას მე გეტყვით რატომ რა, მის სიტყვებში დავაკვირდი რაღაცას, ამიტომ დონმა აუცილებლად 2 ნომერი გადაამოწმოს. ყველას მოგისმინეთ, ძალიან საინტერესო, მე ჯერ ასეთი 0-იანი წრე არ მინახავს. ღამე მეგობრებო. ხელები ავიღოთ მაგიდიდან და იღვიძებს მაფია, თავი დაბლა დავხაროთ ყველა. მაფიას ახავს სტრატეგიებს ვემშვიდობები მაფიას იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას
იღებს შოგუნი და უერთდება იაკუძა, ისინი დასახავენ სტრატეგიებს. ვებშიტობები იღვითებს დეტექტივი მიიღო პასუხი ექიმი არ იღვითებს და თენდება წრეს გახსნის ნომერი 2 ვასახელებ 4 ნომერს, 4 ნომერი მყავს კარგი, ვიხსნე მე დეტექტივობას, არ ვარ. 4-იანი პატიოსანი ყავს? 4-იანი პატიოსანი ყავს? აქ 12-2-ის გუნდს ვინც ვერ ხედავთ, ამაზე აღარ ჩემს სიტყვაში ვისაუბრებ. ყურადღება დირექტ ხიანი. მე და 12 არ ვარ გუნდში, მე 12-თან ერთად ჯერჯერობით არ ვთამაშობ. მე შეიძლება შენ იყო დეტექტივი, არ ვიცი რა ხდება, როგორ ხდება რა. მე 4-იანი, მე მაინც 4 ნომერს დავასახელებ ჯერჯერობით და რატო? შენ გადამოწეული წითელი ყავს? აი მოდი რადგან დასახელებული ყავს, ავხსნი რატო ვასახელებ 4-ს და რატო ვიხსნებოდი 4 შავად რა. 4-იანი თუ პატიოსანი ხარ, ასეთ დროს ანახე მე თუ პატიოსანი ვარ და მოქალაქე ვარ, რანაირად დავიყვან ნულოვან წრეზე 2 გახსნილ დეტექტივს, მით უმეტეს 9 ნომერს რა. 9 ნომერი არ ვიცი, მე მოგისმენთ თქვენ დეტექტივი ხართ, შავი კარტი ხართ თუ რა ბრძანდებით, 10-იანიც არ მომეწონათ. პატო, ნახე, შენ 4-იანი არ უნდა აკავდეს. თუ მოქალაქე ხარ, შენ 4-იანი გუნდში არანაირად არ უნდა აკავდეს, იმიტომ რომ გასაგებია ჯერ გვა, მაგრამ ინფორმაცია საიდან აიღე რომ 12 იყო დეტექტივი? მე არ ვამბობ რომ 12 დეტექტივი, მე მოусმე 9 ნომერსაც მეთქი. უბრალოდ ვასახელებ 4 ნომერს და ასწორი რატომ ვასახელებ 4 ნომერს. 3-ას უსმენთ? ძალიან დავიბენი ხარ, იმიტომ რომ 4 კაცის ჩართვა მოხდა ამ სიტუაციაში. შენ გადაამოწმე ეს ტიტლად? და დეტექტივი შენ არ ხარ. და ამბობ რომ შენ ხარ დეტექტივი. ხო, გავიგე. ხო, 12 არა. ხო, მაგას ვამბობ. და აი მაგრა ვიჭერი ხა, იმიტომ რომ ამ ორის ჩართულობა არაფერი არ არის ასაჭრელი. ნახე მე 2-ს დაუძახე დეტექტივი უფრო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ 2 მოიხსნიდა რა. 4 იყო ყველაზე საეჭვო. მეც მეგონა რომ შავი დამხვდებოდა, გადავაწყვეტე წითელი. всё. გავიგე. კაი. ახლა რა იცოდა რომ 2 მოიხსნიდა. მესამე ფოლს რაზე მახარჯინებთ შენ? 9-ას მესამე ფოლი? ხო, არ ხელით მოუეხებით ერთმანეთს? 10 წამი? არ ვიცი. დაგასახელო? კაი, დავაი, ილაშას ვასახელე. და ილაშასაც. უბრალოდ მინდა რომ გავიგო. მიღებულია 2. არაფერი. დასრულდა თქვენი დრო, 4-ას უსმენთ? ჯორივე ვიყავ, იმიტომ რომ წითელი ყოფილიყავი ბევრისთვის, პატიოსანი მოქალაქეებისთვის გამხდარიყავი წითელი. იმიტომ რომ ორივე ვიყავი, არ ვიცი რომელია და რომელიც ხას ჩავხსნიდი მე, ხო? რომელიც შეიხსნებოდა, ან გამოჩნდებოდა კიდე მესამე რაფერს გამოჩნდა და ჩემი ხელი 12-ს ვასახელებ და მიდის 12-ში ყველა პონჩი. მიღებულია 12. დეტექტივმა უნდა გადაამოწმოს 11 და 8. კიდე, ანუ ვინც ახარ დეტექტივი, არაა პრობლემა. შენ ხარ, მე არავისთან არ ვთამაშობ ჯერჯერობით 10 ნომრის გარდა. შენი გადამოწმება 12-ია? 12 შავ. всё, ოკეი. 12-ს ვასახელებ და ჩემი ხელი მიდის 12-ში. 9-იანის დეტექტივობით უფრო ვთამაშობ. პას. მადლობა. 5-ას უსმენთ? ესე იგი, ეხლა ჩემთვის რა დაალაგდა? მგონია რომ ელოშაა დეტექტივი, არ ვიცი, ჩემთვის რაღაცა ეგრე არის და ამიტომ ელოშას დეტექტივობას მივყვები ჯერჯერობით. კოპალ არ ვიცი რატო გაიხსენი ეს, ანუ ვერ გავიგე შენი, მართლა ვერ გავიგე. ხო, ანუ ლაშას არ ვასახელებ. ხო, ლოლაზე ისევ იგივეს ფიქრობ, თქვენზე, მაფიაზე მაქვს რაღაცა ეჭვი ცოტა. მიხედავთ რომ რატი მე გამაწითლა და ძალიან გამიხარ და არ ვიცი ჯერჯერობით გაკვირდები, მაგრამ არ ვასახელებ. თამაშობ ელოშას დეტექტივობით ჯერჯერობით და ჯერ არ ვასახელებ არავის პას. მადლობა. 6-ას უსმენთ? ვასახელებ ორ ნომერს. შენ ამბობ, ეხლა შენ ამბობ, რომ ამი არ ვეწერები არც ერთ დეტექტივობაშიო რა. ამავდროულად 12-ის გახსნის მერე იხსნი დეტექტივობას. ეს ავტომატურად ნიშნავს რომ 12-ში ეწერები. მაშინ საერთოდ რატო მოიხსენი? იქნებ მე ვარ დეტექტივი, კაცო. 12 იხსნება და იხსნი. შენ შეუძლებელია ქალაქში შენ თვალსავენავ ვერ ჩაიკირავ და იმიტომ რომ არ ვიცოდით 11-ის კარტი, ხო? ანუ ნულოვან წრეზე გაიხსენ. ხო ეგრე იყო. ანუ
შენ რაც გააკეთე, ხა მე უცებ ჩაგისახლდე და პატიოსანი კარტი დავიბრალო ჩემ თავზე, უბრალოდ შეუძლებელი მგონია რა. ანუ იხსნება 12 ნომერი და არც კი გიკვირს რომ 12 ნომერი იხსნება. ანუ ქალაქი არის ხახ და მეთახმება მე ურულო პატიოსანი ვარ, მართლა ურულო პატიოსანი ვარ და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო რაც გააკეთე რა. თუ ბალანსი დაიწყება შავი გადამოწმებით, დეტექტივი ამბობს რომ ორი არის შავი ალბათ, დიდი ალბათობით. არა 12 კი მაგრამ დეტექტივის გაყვანის მე არ მინდა 12-ის გაყვანა რა. აი ეგეთი თამაში არ მინდა, რომ ეგრევე რომელიღაც ადგით რა. თუ მაშინ გამოდის რომ ორი გამოდის შენი შავი გასვლა. მე არ მინდა ლაშე გავიდეს, ზოგადად ლაშე გავიდეს, მაგრამ აქ ისე თამაში ითამაშე რომ შენ უნდა დაიწყო ბალანსი. 7-იანს უსმენთ? მიუხედავად იმისა, რომ ლაშემ რას თქვა 4 ნომერზე, ანუ მეც იგივე არზე ვარ, მაგიტომაც არ ავიყვანე 4 ნომერი გუნდში, იმიტომ რომ ერთი 3 ნომერი ძალიან ისე ბრჭყალებში ტექნიკურად კი არ ჩატეხა, ანუ ძალიან გაანეიტრალა მაშინ როცა 2 და 9 ყავს გუნდში და 3-ს ანეიტრალებ, ნუ რა ლოგიკით მაგას ვერ ხვდები, აქედან გამომდინარე არ ვითამაშე 0-იან წრეზე 4-ზე 4-დან. ამის გამო რავი, ჩემს მერე ვინც კი ილაპარაკა, რავი, თითქმის ყველა ბრჭყალებში შემომიტია. საინტერესოა ელუშას გადამოწმებული 12 ნომერი, რავი, ჩემ ცოდნო საეჭვოა რა. ნუ 12 ნომერმაც ის გითხრა, რომ ანუ თუ შენ დონი ხარ, საინტერესო რაღაც დაგხვდებაო, ნუ კარგი რაღაც დაგხვდებაო, ალბათ იმას გავუსვა ხაზი, რომ მე დეტექტივი ვარ და ეგ დაგხვდებაო. შეიძლება ზუსტად მაქინე გამომდინარეც ახლა ამ წამს იმაშვები აშავებ. 2 ნომერი არ გამოვრიცხო, რომ პატიოსანი მოქალაქე არის, რომელიც რო რამე 0-იან წრეზე დეტექტივის გადაფარებას ცდილობდა, რომ მაინც ყოველი შემთხვევისთვის შემდეგ ღამეს მასზე წასულიყო ხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე შავი კარტი ვიყო 6 შენ მოკმარ, მე 4-იანს არ ჩავიხსნი რა, რატო ჩავიხსნი? პირიქით მოქალაქეებს აგირებთ თამაშს, ჩავიხსნი, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ. კი, ამ ეტაპზე არავის არ დავასახელებ ამ ეტაპს. მადლობა. 8-იანს უსმენთ? არა. მოკლედ ძალიან აირია ქალაქი. ჩემი აზრით ეხლა რასაც გადავხედე, ან ჯერ ვერ მიხვდით 4-იანის და 5-იანის ჩემი მიმართ ესეთ შემოტევა საერთოდ საიდან გამომდინარე წამოვიდა, მართლა ვერ მიხვდი. უბრალოდ ჯენგოსგან განსხვავებით ერთი ის თქვი, რომ ანუ ჯერ არა ვიყვან არც ერთს მეთქი, ანუ გუნდში რა, ანუ ვერ ვენდობი ვერც ერთს მეთქი რა და ეხლა საბოლოოდ ანუ ამ წრის შემდეგ ანუ ესეთი რაღაც დამიჯდა თავში რა, რომ მე 12 ნომერი რომ დეტექტივად გაიხსნა, მე 9 ნომრის დეტექტივი მჯერა და ზუსტად იმ აზრზე ვარ, რაც 7-იანმა თქვა, მაგის თქმას ვაპირებდი, რომ 2-იანი მგონია, რომ არის წითელი ან მოქალაქე, რომელიც გადაეფარა ესე რომ ვთქვათ და მეტის საშუალება მისცა პატიოსნებს ესე რომ ვთქვათ, რომ ის არ ყოფილიყო რა, რამე ჯეპე რა ესე რომ ვთქვათ რა და აქედან გამომდინარე მე 12-ს ვასახელებ მე რა, მოусმენდი. მადლობა. და ჯენგოს ვასახელებ თუ შეიძლება რატო მაინტერესებს. ხო შეიძლება ორის დასახელება. ორივე დასახელებული იყო. 9-იანს უსმენთ? მე ვასახელებ 12-ს და ვასახელებ 2-ს რა. 2 ნომერი თუ იძახის რომ ახლა ვიხსნი და მე წითელი კარტი ვარო, ზუსტად მახსოვს პირველ ნომერთან ჟესტიკულირებდა, მე როცა ვსაუბრობდი 4 რომ 4-ს წითელი რომ დაუძახე, მან 4-იც ჩემთან ერთად ჩავად მოიაზრეთ, როგორც მე მახსოვს, ხო? ხო ეგრე იყო. ხო, ან მაგას წითელი კარტით რატო შვებით თქვენ თუ დეტექტივი ხართ? მაშინ რატო განიხილავთ რომ მე შავი კარტი? თქვენ ხო იცით რომ დეტექტივი არ ხართ. თქვენ თუ იცით რომ დეტექტივი არ ხართ, მაშინ მე შავ კარტად რატო განმიხილავთ ავტომატურად? მაშინ 12 რო იხსნება, მაშინ რატომ ხდებით თქვენ ეგრევე ჩახსნილი დეტექტივი? მე ჩემ ხელს რა თქმა უნდა 2 ნომერში ჩავწერ. ისე მიდიოდა საუბარი, უბრალოდ მე 7 ნომრის გადამოწმება მინდოდა. ისე მიდიოდა საუბარი, რომ მივხვდი რომ მე ვიყავი დეტექტივი, სწორი ხო? ძალიან სამწუხაროა თქვენი არგუმენტი, მაგრამ მოვისმინე ჩემ და სამწუხაროდ. 10 ნომერს რატო უტევთ ვერ ხვდები? მე 8-იანის მეშავება ახლა, იმიტომ რომ 8-იანი 4-იანს ვინც უტევს, არავინ არ მომწონს. 4-იანი ჩავთვალე ყველა წითლად იმის გამო, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გარისკა და რაღაც ვერსიაში შავად შეიძლებოდა შემოიყვანოთ. 10 ნომერის წითელი მგონია იმის გამო, რომ 4-იანის წითელი დაინახა, 12 შავია და 2-იც ალბათ შავი. ფოლებს გამოვაცხადებ, 2 ნომერს, 6 ნომერს, 7 ნომერს აქვს თითო ფოლი, 9 ნომერს აქვს 3 ფოლი, 12-ს აქვს 2 ფოლი. 10 ნომრის 1 წუთი. ამ ეტაპზე რასაც ვილაპარაკებ, აროჩი თუ არ დამიჯერებს პატიოსანი მოქალაქე, მაგარი არ მაინტერესებს რა. ნუ მიტევთ თულა, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, კიდე ერთხელ ვიმეორებ. შენ რატო იყავი დარწმუნებული, რომ ჩაიხსნი და რო უთხარი, რომ დარწმუნებული იყავი მოიხსნიდი რა. არ მაინტერესებს ვაფშე რაც არ უნდა მითხრა, მაგარი საეჭვოა ჩემთვის მაგის შენი ლაპარაკის სიმონ რაც თქვი რა. მე ვიცოდი რომ ჩაიხსნებოდიო. მე 4-იანს არ გადავამოწმებდი შენს ადგილას დეტექტივი რო ყოფილიყავი, რატო იცი? 4-იანზე მეტად მეეჭვება 10-იანიო ჩემზე თქვი და გადაგემოწმებინე მე მაშინ. გამიგე? იმიტომ რომ 4-იანი ვიყვანე გუჩი და ძალიან ბევრმა გამიმახვილა იმაზე ყურადღება, რატო ვიყვანე 4-იანი გუჩი და რატო ვაციკლებ. ხვდები? არ გითხოვს რა, გითხოვს. პას. მადლობა, 11.
უცნაური ის არის, რომ ყველაზე მეტად არ მოწონს 3 ნომერი რა, 4-იანი, 10-იანი და 12-იანი და 4 და 10 უტევს 12-ს. თან 12-ს 4 წითლად ყავს გადამოწმებული და შენ 12-ში აწევ ხელს, ხო? ანუ 10-იანი ნახე რატო არ მომეწონა წინაზე, შენი თვითონ დაიწყე ესე. მე ჩავეწერები 2-яნის შერიფობაშიო და ბოლოს თქვი რომ 9-იანს მიყვან გუნდშიო, თანუ რა. ანუ სიგიჟეა უბრალოდ. 4-იანმაც 2, მაგრამ 10-იანიდან გამომდინარე უფრო სიგიჟე იყო. შენი რა არ მომწონს, იცი? თავიდან ვითომ შენ ვიცოდი და შაიხნდა რაღაც ეგენი ხო ილაპარაკე და თან მე თქვი რომ მე მივხვდი რომ შენ გამოწვევდა და ის თქვი რომ შენ სავარაუდო დონი ხარო და გადამოწვევდა კაი რაღაც დაგხვდება. ანუ შენ შეამზადე რომ შერიფად იხსნებოდი. მე როცა მივხვდი რომ გადამოწვდებოდი რა. 12, 4, 10 არ მოწონს ჯერჯერობით. მე დავასახელებ, მოდი. ერთიც იყოს დასახელებული, არაფერი არ უთქვამს. 10-ს ვასახელებ მე. მიღებული 10. მადლობა, 12-ს უსმენთ. ნახეთ, მე აქ 4 ნომერი გადავამოწმე, იმიტომ რომ მე რო შავი ვიყო, ძალიან მაწყობს რომ 4 ნომერი შემოგიყვანო თქვენ შავად რა. იმიტომ რომ 4 ნომერი იყო ერთადერთი ადამიანი რომელსაც ორივე დეტექტივი აიყვანა გუნდში და მე ვიცი, ნახე, რატო ვიტყვი რომ 2 ნომერი ჩაიხსნი და 9 ნომერმა 2-ს შავი დაუძახა, მაგრამ 2-მა 9-ს შავი არ დაუძახა. პროსტა აწია ხელი და უთხრა ნულოვან წრეზე იყავი დეტექტივი. ანუ ეს არ ამბობდა რომ 9 შავიაო, მაგრამ 9 ამბობდა რომ 2 შავიაო რა. ეხლა რაც შეეხება 10 ნომერმა რას თქვა? მე 7 ნომრამდე მოვასწარი საუბარი. 10 ნომერი აქით რო ვაფშე არავის არ მისაუბრია და 10 ნომერი ეხლა ამბობს 4-ზე მეტად ამან თქვა რომ 10 არ მომწონს. ეს მე ძალიან არ მომეწონა რა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ გაგიგო. არა, მეგობრებო, მე 7-ზე საუბარს ვიწყებდი, 7-ზე საუბარს ვიწყებდი და ეს ხალხი ვეღარ მოვასწარი აქეთ. ერთი 9-ზე გავაკეთე მხოლოდ აქცენტი. ხო, ხალხებს მეც შეეწაღან ესეთი რაღაც გაზა, ჩემზე იმდენმა ილაპარაკო, ვინ იმდენ. საერთოდ არავის ორიგაცია შენს მე ვისაუბრე. ვაფშე არავის არ უთქვამს. მე ვილაპარაკე შენზე. 10 ნომერი ჩემთვის ძალიან საეჭვოა. ჯენგო მისვინე, შენ ჩემთვის ვიყავ ყველა საეჭვო. ეს მიიღე როგორც ანუ ყოველ სწორისწულები ვერ გექნება რა. მე როგორც ასეთი პატიოსანი მოქალაქე როგორც ვარ, 2 დეტექტივს გუნდში ვერ ავიღო. გადაგამოწმე, მეგონე რომ იყავი საეჭვო, მაგრამ დამხვდი წითელი. ამიტომ მინდა რომ სანამ პირველი ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 4, 2, 12, 10. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. ძალიან კარგი იყო ამდენი ხანი დაკვირვება რა. მე ვასახელებ 7 ნომერს. 7 ნომერი არის ძალიან საეჭვო ჩემთვის პირველი წრიდან რა. და შეიძლება თავის კი დამედო გილიოტინაზე რომ 7 ნომერს ცუდი როლი აქვს რა. დავასახელე. დეტექტივობისკენ 12 ნომრისკენ უფრო ვიხრები რა. გონია რომ თამაში რო დატოვოს 4-მა, 7-მა, 9-მ, 10-მა ერთი ცუდი როლის ადამიანი დაგვრჩება რა. 10-იც დარწმუნებული ვარ რომ ცუდი როლია. 9 ნომერიც ემოციურადაც და არგუმენტებითაც არ მომწონს. 11 ნომერი ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ილაპარაკა და აი 10 ნომერიც 7 ნომრის დონეზე არ მომწონს მოკლედ, მაგრამ მირჩევნია რომ ეხა მე მაგათაც 7 გავიდეს, იმიტომ რომ 7 არის ყველაზე შავი და ერთმანეთს მოქალაქეები ნუ უტევთ უაზროდ. ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 4, 2, 12, 10, 7. ამ თანმიმდევრობით. 4 ნომრის 30 წამი. შენ პირველ ნომერზე ვიტყვი, ანუ 4, 7, 9, 10-ო. 4 შავი ყავს? Nice. შეხედეთ ახლა 12 და 2 ერთმანეთში ლაპარაკობენ, თვალს უბაჭუნებენ, მანამდეც მოხდა მსგავსი და მე სიამოვნებით, როგორც პატიოსანი მოქალაქე, მე სიამოვნებით ამ გუნდს დავშლი, ოღონდ გავიყვან ორიანს, იმიტომ რომ ამის გადამოწმებაც მაინტერესებს. ორიანში ვდებ მე ჩემ ხელს. ბას. მადლობა. ორიანს უსმენთ? ნახე მე არ ვამბობ რომ შენ 9-იანი შენ ხარ დეტექტივი, ან 12 მე არ ვიცი რა. შენ იცი რა არ მომწონს. ნახე ეს წამს ერთიანს ანიშნებდა, მე თუ არ ვიხსნი, მე ვამბობ რომ ნულოვან წრეზე დეტექტივი ვარ. ერთიანი იქნებ შავი კარტო. რატო უნდა უთხრა რომ ის არის დეტექტივი და წითელი ამეთქი? ეგ არგუმენტი რომ მოიყვანე, მაგიტო არ მომწონ ხარ შენ. და იცი რატო არ მომწონ ხარ შენ? 4 და 10 რო აიყვანე გუნდში და 10-იანი კაი ტიპი როგორია, მაგრამ არ ვიცი ანუ 9 არ გადის 12 არ გადის. არ იცი, წეღან იძახი რომ შენ არ ხარ დეტექტივიო. წეღან ეუბნები შენ არ ხარ დეტექტივიო. ხე ზოგადად ეხლა ნულოვან წრეზე ვთქვი, კი, და 6-იანი შავია. 12-ს უსმენთ? ხო, ნახეთ, ნახე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი 2 ნომერი რაფერი არის რა, ჩემი ხელი რო ეხა 2 ნომერს წავდეს, ეგ იქნება ყველაზე არასწორი ქმედება, რაც ისტორიაში საერთოდ მაფიაში ყოფილა რა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე რო იყო მეც საეჭვო მომჩვენებოდა 2 ნომერი ჩემთან მიმართებაში, მე არ ვიცი 2 ნომერი რაფერი არის რა. ჩემი ხელი, ნუ სამწუხაროდ 9 დასახელებული არის, ეს ვერ მოვისმინე. ჩაიდება 10 ნომერში, იმიტომ რომ რაც კითხვა ყველაფერი იყო თითქმის ტყუილი რა. მაქსიმუმ ერთადერთი რაც იყო ის, რომ მე 10 ნომერი ვარო, თუ რაღაცა ეგ თქვა, 10 ნომერი მართლა არის. მაგრამ მე არ მისაუბრია საერთოდ 10 ნომერზე, 10 ნომერი რო საუბრობთ, არავის არ შეუდავია 10 ნომრისთვის.
თვის, ანუ ეს იყო ტყუილები რა, მე 10-ში ჩავდე ხელს. 10-იანს უსმენთ? ბიჭო, აუ რა კაია თევზაობა ზოგადად, ხო იცი რა. ხო, ვინ წამომეკიდა ხო ხვდები რა. ხო ხედავ. ხო. შენ თუ დარწმუნებული, ანუ ეს დარწმუნებული იყო, გაიგე, რომ ის ჩაიხსნიდა რა. მე გადავამოწმებდი იმას ვაფშე. თუ დარწმუნებული იყო, შეიძლება ვაფშე სხვადახვედროდა და გადაემოწმებია შავად, ხო? რა პრობლემაა მე მაფიოზმა ავდგე და ჩავიხსნა რა, დეტექტივობა და გადავამოწმე დარწმუნდი რომ მე წითელი ვარ, ხო? არ გადავამოწმე, გადავამოწმე 4. მე არ მაქვს არაფერს სადარდებელი, არც თავის სამართლებელი სიმო. დასრულეთ გენდრო, 7-იანს უსმენთ? εντάξει, ერთიანი იძახის ესეთ რაღაცას, რომ 4, 7, 9, 10 თანაბრად ჩავები არიან და მე ესე მგონია რომ 4 კაცი გავაო, 4, 7, 9, 10 თქვი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. 2 წამი თუ 12-მა ნომერმა, რომლის დეტექტივობაში ეწერები 4-იანი წითლად დაგიდო, როგორ ფიქრობ იმას, რომ 4, 7, 9, 10 რო გავიდეს, ერთი შავი დაგჭირება, ერთი წამი მაცადე, მე ახლა ამ ეტაპზე 10 ნომერში ავწევ ხელს ყველა ვარიანტში და მიზეზი არის შემდეგი. 10-მა ნომერმა ისე რენდომად დაიწყო ჩემგან შეტეული 4 ნომრის დაცვა, რომ მგონია რომ ერთი გუნდია და არ გამორიცხავ რომ შოგანი იაკუძა იყოს. თუმცა ფოლსი ცხრიან შენ თუ დეტექტივი ხარ 12-ის გახსნათ გაყვანას ნუ ითხოვ თქვი ვინმე სხვაფერი. იმიტომ რომ ის დეტექტივად იხსნება და არა იწევა ხელი. ფოლი 2-იანს. დასახელებული კანდიდატურები არიან 4, 2, 12, 10, 7. ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება ნებისმიერ ჟესტიკულაციაზე არის ფოლი. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ეხლა მიეცით ხმა? 3 ხმა? ხელები ანუ არ შეიძლება. ფოლი 1-იან, 2-იანს. მესამე ფოლი არის, გავაჩერე. ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში? ეხლა მიეცით ხმა? 2 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 10-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ეხლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ბოლოს თუ მიგავართ ხო? გილოცავთ მაფიოზებს. ან შოგუნს. ან იაკუძას. დავამშვიდობოთ 10 ნომერს. ჯენგო რაც ხარ ძმა. კაროჩე რა, მოკლედ გეტყვით. მე და ჯენგომ ვიპოვეთ ერთმანეთი როგორც პატიოსნები რა. 2-იანი. არ ვიცი, მე 2-იანი კაროჩე მაგარი მოთამაშია, მაგრამ სულ მასთან ერთად რომ თამაშობ მაგიდაში. კაროჩე იმენა რებს ყველაფერს, თუ პატიოსანი არ ვიცი, მაგრამ არ მეეჭვება. 2-იანი, მაინერა 7-იანი, 12. კაროჩე შავებს იმენა არ დაევასათ ჩემი და ჯენგოს პატიოსნების ერთმანეთს ნახვა. და გამომაჯმევინეს რა. მომიწყოლეს როგორც ძლიერი და შემდეგი არის ჯენგო. დაიმახსოვრებ ჩემი სიტყვა. აუცილებლად ჯენგო გამომყვება მალე გარეთ. იმიტომ რომ სტუმართ მოყარეები არიან კბელეში. წავედ. დაძაბულობა პიკშია. დაცხა. ცელსიუსის შიკის კონდიციონერები დააყენეთ. და მაფია პრომოკოდი გამოიყენეთ. იღვიძებს მაფია. და ირჩევს მსხვერპლს. დონი მიდასტურებს. მიიღეს გადაწყვეტილება. იგვიწევს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იგვიწევს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს. მიიღეს გადაწყვეტილება. იგვიწევს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. იგვიძებს ექიმი. მიიღო გადაწყვეტილება. და თენდება.
თამაშ ტოვებს ნომერი 3. რა? სახში შეიძლება წავიდე. ანუ ხახ ხში ვიტირო, ოღონდ მართლა რის გამო მაგდებთ ვერ გავიგე. ანუ ექიმი რა შვება ჯერ ეს ერთი? არ ვიცი. 7 არ მომწონს, 9 არ მომწონს და 4. 4, 6, 7 და 9. რავია, რა უნდა ვთქვა? მართლა ვერ ხვდები. დავამშვიდობოთ 3 ნომერს. არ ვიცი, მართლა რა ვთქვა, არ ვიცი, მეტირება, იმიტომ რომ არ მართლა არ მეგონა რომ ესე მალე გამაგდებდნენ რა. ანუ მაქსიმალურად მოვირგე დაბნეულის როლი, იმიტომ რომ აი მეთქი ძალიან მოქალაქე ვარ თუ რაღაც თქო და მეც არ შემიტანია მართლა ჩემ თავზე ჭვიდა. ნუ იდეაში მაგიტომ მომკნეს მაფიოზებმა ესე მგონია რომ ზედმეტად გონზე არ არის ტიპი ვეგონე შეიძლება და დავაი ბარე მოვიშოროთო და სინდროლე შეგრე არ იყო, იმიტომ რომ მე ყველანაირად წითელი კარტე ვიყავი. რა? თამაშ ტოვებს ნომერი 9. აჰა. აი, ეხლა რამის შავ კარტს ველაპარაკებები. ორიანი არის გადამოწებული შავი, ჯერ ხსნით 12-ს, იმიტომ რომ თავგზას აგიბნებთ, ტყუილ უბრალოდ უნდა უსმინოთ. მართლა გეუბნები, ანუ ეხლა დააკვირდი, 2 შავი გიპოვნეთ. პლუს 10-იანზე ვიღაცებს რო ეჭვი ქონდათ, ორიანი არის გადამოწებული შავი, 12 არის გადამოწებული შავი. ჩემ სიტყვას როგორც მინიმუმ ბალანსის გამო მაინც უნდა ცდეთ პატივი. მე გეუბნებოდ ნულოვანწრზე იმის გამო გადამოწმე რომ შეიძლება მართლა წითელი იყოს თქო და ტყუილა არ გაუშვა მეთქი მაგიდიდან თქო მაგას ვფიქრობდი და ახლა თუ დაიწყეს ზედმეტი ანუ აი ჯერ ხო ორიანი განიხილავდა ჩემს დეტექტივობას ნულოვანწრეს. მე იქ 12 დარწმუნებული იყო რომ ორიანი ჩაიხსნა. ყველა არგუმენტს თქვენ თვითონ მოусმინეთ ხო? ზედმეტი არაფერი ის არ არის. მე არ ვიცი შენ შეიძლება დიდი ალბათობით მაფია ხარ ისე გუნდურად თამაშობ თქვენ იაკუძა არ გამოდიხართ ეხა რომელიღაცა შოგუნი რო იყო წითლად გადამოწმდებოდი და ჩემთვის ორივე შავად ხართ გადამოწმებული და ახლა ამ წრეზე აუცილებლად იხსნება ნომერი 12 და ეძებოს მე წითლები გავარდნილები დავშვიდობოთ 9 ნომერს შენ მესროლე და იცი რომ მე შენ გესროლე შოგუნი ვიყავი მე 7-იანი გადავამოწმე იაკუძა არა. ჩემი გუნდი ვიცი 8-11 არის ჩემი გუნდი. 7-იანი და გადავამოწმე. მე პირველ ღამეს. არა. აბა რა ხარ? მე მარჯვენა ხელი ვიღავ. და შენ ეძებდი იმას და მე ხო გადამამოწმე. და ხო არ ვიყავი. არა, არ გადამიმოწმები ხარ შენ. აბა რა სისულელე შენ გესვრის ხვას ვამოწმებ რომ ვიპოვო. პირიქით იაკუძა რომ მეგონე მაგიტო გესროლე. აი რა. გადაგემოწმებინე. უფრო მარტივი არ იქნებოდა გადამოწმე და წითელი და მით უმეტეს ჩემზე თუ ეჭვი გაქვს რატო არ მესმის? აუ ორიანი შავი არის, კაია, ბიჭო, ორიანი შავი დაუძახე, იცი რო გამოვედი. მართლა? ბიჭო, ხო და მე მინდოდა რომ ანუ მე და ლაშა მაგაზე შევთანხმდით, რომ ლაშა რაღაც გაშავდებოდა და მე ვაფშე არაფერს ვერ ვიტყვი. მოვიგეთ ეს თამაშიც, მაო. რა მოიგე, მაგარი ნერვები მომიშალე. აუ ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა, ყველაზე სწორად ვითამაშე ალბათ თელს მათემატიკაში რა. სხვანაირად არ გამოდიოდა. 3-იანს ვესროლე იმის გამო რომ იაკუძა მეგონა, 6-იანიც ისე ბაზრობდა რომ შეიძლება და იაკუძა ყოფილიყო. ერთი ექიმი ვინ არის, ეგ ვერ გავარკვიე, თორე ექიმში სროლა მერჩივნა. 1-იანი არ მომწონდა, ჩემი ის შავი კარტები ისე კარგად ხედან, ისე კარგად რომ იმათი მიმდგომი კაციშვილი არ არის. არც რატის და არც საბას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს. ეგრე იქნებიან შეიძლება სადღაც ბოლოში გადამოწდეს და მოგებული გვაქვს ეს თამაში. ყველა წესით მოგებული გვაქვს, თუ რაღაცა შემთხვევით არ მოხდა. პას. წრეს გახსნის ნომერი 4. 10-იანში ვინაწია ხელი აწიეთ რა და ვინახო მინდა რა. კაი, მე ვფიქრობ რომ 12-ში 12-თან ერთად და 2-იანთან ერთად 1-იანია შავი. ეს მე ვფიქრობ შოგუნად გავიდა. შენ 7 გადაამოწმე ხო? 6. 6-ია შავი? წითელი. და 7-იანში ვფიქრობ, არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, ვფიქრობ რომ არის ის რა ქვია, იაკუძა რა. კაროჩა, 3-ში და 7-ში ესე ვფიქრობ, ეგეთი ფიქრი მაქვს რა. მე ვასახელებ ახლა 12 ნომერს. 12 ნომერს ვასახელებ ყველა ვარიანტში. ერთი ხო გევიდა. ხო არ თამაშობდით ანუ 9-იანის. უეჭველი უნდა გაყვეს ის. იმიტომ რომ მე არ ვთამაშობ, პატიოსანი მოქალაქე არ ვთამაშობ. ზოგი პატიოსნები ხო არ თამაშობდით 9-იანის. იმით. ყველა პონჩი ბალანს ვთამაშობ და მიდის 12, არ მაინტერესებს რა. გადის 12. დასრულდა 5-იანს უსმენთ? ესე იგი, ძალიან ბევრი რაღაცის გათვალისწინებით, 9 მაფია იყო
თავს დავდებ და ბოდიში რომ თავიდან ვითამაშე მისი დეტექტივობით. ჩემთვის 12 არის დეტექტივი და 6-იანთან და 12-თან ერთად ვთამაშობ. ლაშა რატომღაც მეშავება მაინც ძალიან დიდი ბოდიში. 11 მომწონს, ანუ 7-ზე მართლა არ ვიცი, 7-ზე და 8-ზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ერთადერთი ვიცი რომ ელოშა იყო მაფია, ზუსტად ვიცი, ლოლა აზრზე არ ვარ და როგორ? ანუ კაი, მე მაქვს ერთი ფოლი, თუ ის შავი იყო, მე წითელი გამოვდივარო. არ, რატო? 10 წამი? რატო აქ იაპონური მაფიაც ყავს? 7-ას მესამე ფოლი აღარა იყო თუ გთხოვთ. 6-იანს უსმენთ? ანუ შენ ხარ დაბნეული პატიოსანი მოქალაქე და ეხლა შენ გვერდით უნდა იპოვო ადამიანი წითელი, ვისაც დაუჯერებ რა. 6-12-თან. ეხლა არა ძალიან დიდი დრო ჭირდება. გასაავარი ვართ, იმიტომ რომ მე ეხლა 12-თან ორის გაყვანას ვაპირებ, იმიტომ რომ ერთი დეტექტივი გავიდა. всё, მოერწამეთ. არ მაინტერესებს დეტექტივები. უყურე მე შენ ნულომანტრეზე სიტყვა ძალიან დიდი ფასი აქვს ამ თამაში განსაკუთრებით. მე შენ კითხე იხსნი დეტექტივებს? არაო, არც ერთ ვარიანტშიო რა. всё, შენ პრობლემები შექმენი ქალაქში რა. შენ დაიჯერე 12-ის დეტექტივები და თან გვეუბნები რომ არა, ჩემს ორივე ერთნაირიაო და თან ჟესტიკულირებ რომ 9 შენ დეტექტივი არ ხარო. შენ ქალაქში ტყუილებს ამბობ, შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ, ტყუილებს არ იტყოდი რა. შენ რაღაც პერფორმანს გვიდგავ ეხა აქ და ნუ პერფორმანსი ყველაფერი გასაგებია. მე მეგონა შენ ვაფშე იაკუზა გადაამოწმე წითლად და წეგან ეს იძახდა შენ ხო შენი გადამოწმებული წითელი ხო იყო? შენ გაყვანას აპირებდა რა. მე მეგონა იაკუზა არის ხო ანუ ღამე ხო არ მოკლავს თქო, მაგრამ რა სამიანის ქილი და ეს თუ შოგუნი არის, მაშინ ეს რო ვინ გამოდის? ეს მაფიის ქილი ხო გამოდის? ყველაფერი დეტექტივად იხსნება და მაფიის ქილია რა. მაშინ ის ვინ მოკლა? იაკუზა მოკლა შოგუნი თავისი? ანუ არ გამოდის შოგუნი მაშინ მაგ შემთხვევაში. თუ ეს დეტექტივია, მაგ შემთხვევაში მაგას იფიქრო. 7-იანს უსმენთ? так, რატო გამორიცხავ იმას, რომ დეტექტივი 9 ნომერი შოგუნმა და იაკუზა მოკლა. ჯერ ერთი მაგასთან გამორიცხავ. ეს ერთი, მეორე 12 ნომერი ვიცი რომ დასახელებულია. კიდევ ბევრჯერ დავასახელოთ 12 ნომერში ავიწევ ყველა ვარიანტი ხელს არა აქვს. ახლა ამ ეტაპზე არა აქვს არანაირი მნიშვნელობა აქვს. ილაპარაკე მაშინ როცა შენი დრო მოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ამ ეტაპზე შენ ხარ თუ არა დეტექტივი. იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ ბალანსით ვითამაშო და ბალანსით გავაგრძელო, იმიტომ რომ მინიმუმ ის მაინც მეცოდინება რომ ერთი შავი გავარდა. ეს ერთი. მეორე, მე რატომღაც მეგონა რომ მე დავტოვებდი თამაშს, იმიტომ რომ ერთმა ნომერმა ისეთი რაღაცეები ილაპარაკა რომ ვიფიქრე მეთქი პირველი სეზონის ფინალის შურისძიება ხო არ ექნება თქო, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ეგ არ არის. გარდა ამისა, რატომღაც რა ვიცი, მეც ეგრე აღვიქვი და პირველმა ნომერმაც რომ შენ რო გაიღვიძე 7 ნომრის სიწითლე აჩვენე და მაგის გარდა დაჟე მე შემომხედა და მეც ეს გამიკეთე და რავი ვეღარ გავიგე. 12 ნომერში წავა ყველა ვარიანტში ჩემი ხელი თუ ვინმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ესე იგი, რავი, სხვანაირ მაფიას თამაშობ და არა ბალანსით. დასრულდა? 8-იანს უსმენთ? ჩემთვის ლოლაძე პატიოსანი გავიდა 3 ნომერი, სრულად პატიოსანი გავიდა და 9 ნომრის დეტექტივობა უფრო მჯერა მე სიმართლე რომ გითხრათ რა. 12 ნომერს კიდევ ასახელებდა ჩემი ხელი აუცილებლად იქითკენ მიდის სულ მინიმუმ იმიტომ მაინც რომ ბალანსი იყოს და ლაშას აი დავითანხმები ზუსტად 6 ნომერს რა რომ ანუ წეგან წეზე ვთქვი მე რომ ანუ ფიქრობდი იმას რომ ნუ გადაეფარა თქო, მაგრამ ისევ მაგ თამაშს აწვება და ეგ ძალიან არ მომწონს. ანუ ისევ იმ თამაშს რომ ისევ არეულობას ცდილობ რომ შემოიტანო. ისევ რეო რა რაღაცას რა, ანუ კაი პირველ წრეზე გადაარჩინე ხო ის ერთი ის ჩაატარე ხო, ანუ შენც გადარჩი ხო? მაგრამ აი მე რაღაცო აგრძელებ მაგ თამაშს რა, ანუ აი 12 ბალანსის გამო მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ბალანსის გამო მინიმუმ ხელს წევიქითკენ რა. 12 დასრულდა? 11-ს უსმენთ? აი 12 ევროში უნდა გავიდეს და ყველა 12-ს რო ამბობთ ორიანი რო გავიდეს არა? ნახე 12-ისთვის შეიძლება 9 თავის შავი შემოგვდა რაღაც ლოგიკა შეიძლება 12-ისთვის ეგრე იყოს რა, მაგრამ ყველა 12-ს უტევთ. მარტო ერთიანს ჯერა მარტო 12-ის შერიფობის თუ აღარ ჯერა. არის იჯერ ხო? არჩი მე მეგონა რომ შენ 7 უნდა გადაგემოწმები, მე ხა აუცილებლად რა. ანუ ვიღა შავი კარტი მირჩება მაგიდაზე ხო? 4-იანი ხო ყავს წითელი გადამოწმე. 5-იანს ხო ენდობი. 5-იანი ხო მოგწონს. 6-იანი წილად ხო გადაამოწმე. 2-იანი თავი შავი თუ არ შემოგდო ხო წითელია. 7 გადაგემოწმებინა 7 სულ წითლებს იძახი რა. ხო და ეგ არ მომწონს. კარგი 12-ში ვდებ მე ხელს და ვასახელებ 12-ს ბას. მადლობა, 12-ს უსმენთ? ბიჭო 8 ნომერმა წეგან 9 ნომერთან აწია ხელი 12 ნომერში რომ რა გადავამოწმო შავი დამხვდება და რა გავიგე ამით.
ბიჭო, მე მინდა რომ ანუ ნახე არა, ნახე, მე ვაპირებდი 6-7-ში გადამოწმების გაკეთებას რა. ჩემი დაპირისპირებული გუნდი, ნახე 2 რო თამაშობდა ჩემი დეტექტივობით და 6 უტევდა 2-ს, მე იქ და გადავამოწმე 6 ნომერი რა. იმიტომ რომ შეიძლება და 7 მომკვდარი იყო რა, არ ვიცოდი 7-ის ფერი, მაგრამ 6 მეგონა რომ არ მოკვდებოდა, იმიტომ რომ დაპირისპირებულ გუნდებს შორის იყო რა. ავდექი გადავამოწმე 6 ნომერი. ეხლა მე ვიცი რომ 4 ნომერი რომელიც ყველაზე მეტად არ მომწონდა, 6 ნომერი რომელიც ყველაზე მეტად არ მომწონდა, წითლები არიან რა. მე რო შავი ვიყო, მაგ იმის პერსპექტივა რომ თქვენ 4 ნომერი შემოგიყვანოთ შავად. მე არ ვიცი ვაფშე 10 ნომერი რა გავიდა, მაგრამ ტყუილების გამოვუწიე მე 10 ნომერში ხელი. 10 ნომერი რაც თქვა იყო ყველაფერი ტყუილი. მე ანუ ნახე არ შენთან არ მინდა სულად გავამოვიდეს, იმიტომ რომ მე 6 ნომერთან უფრო მეტი ნდობა მაქვს ეხა ვიდრე შენთან რა. მიუხედავად იმისა რომ შენ იმას შემოგიყვანა შავად, მე ამ თამაშში ჩემი ანუ რა თქმა შავი ანუ 3 შავის გარდა და დონის გარდა კიდე 2 ცუდი კარტი არის და შეიძლება რომ შენ იყო რომელიღაც შეიძლება იაკუძა იყო. ამიტომ თქვენ თუ ბალანს ამბობთ, ბალანსი 12 და 2 ერთი და იგივე, ამიტომ უნდა გავიდეს 2, რომ მე კიდე გადავამოწმო ვიღაც და მგონი შენ არ გინდა რომ მე ვიღაც გადავამოწმო კიდე. ეგეც მგონია რა. რატომღაც. დასრულდა პირველ ნომერს უსმენთ? დასახელებულები ვინ არიან? ჯერ არ გეტყვი, მითხარი შენიც კი. მარტო 12 თუა დასახელებული, 2-საც დავასახელებ, უფრო მეტი ილაპარაკოს. ბიჭო 12 ნომერო რაღაც ანუ უფრო ქალაქის ინტერესებით მერჩივნა გადაგემოწმებინა ვიდრე შენი ლოგიკით და შენი დალაგებული ლოგიკებით, იმიტომ რომ 7 ნომერზე მართლა გეხვეწებოდ და რაღაცა ესე რომ მაჩვენ და კაიაო 7 დავინახე, ანუ ეხა მეუბნები რომ 6 გაჩვენეო რა. მაგაზე მე სამეფოს ვიყებ, მე გაჩვენო 7 შეიძლება მოკვდეს თქო რა. 7 შეიძლება მოკვდეს თქო, ანუ მე სწორი გადამოწმა გავაკეთე. მაგაზე ნუ აიღებ მოდი ფოლებს, უბრალოდ შენ რომ ესე მაჩვენ და კარგიაო, ანუ გამოვშტერდი, ვერ მივხვდი რომ 7-იანი, ანუ არასწორად ფიქრობდი თქო. ანუ ეხა იდეაში 7-ზე ისე უნდა დამრჩეს ეს ცუდი ფიქრები. მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი, მე უფრო შენზე აუწევდი ხელს, აი. მაინც მინდა რომ ჯერჯერობით იყოს 2 ნომერი, იმიტომ რომ აი კარგად კიდე არ აუხსნია როგორ გადაიფარა თუ ასე. სანამ 2 ნომერზე გადავალთ და დახურავს წრეს, დასახელებული კანდიდატურები არიან 12-2. ამ თანმიმდევრობით. 2 ნომრის 1 წუთი. მე არც ექი მივარ, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. მე რო შავი ყოფილიყავი, მე აუცილებლად ავდგებოდი და 4-იანს არ ჩავიხსნიდი. მე ვიღაცები რო ამბობთ, აი 8 ნომერი ამბობს, 6 ნომერი ამბობს, რომ შენო აქო ქალაქში რო რა ქალაქს, მე რო შავი კარტი ვიყო, ავდგები და არ მოხსნი და აი მაშინ აგიროთ. მე ჩავიხსენი 9-იანს, იმიტომ მეუბნებოდი რომ არ ვიცი შენ ხარ თუ 12, ეხლა ვიციო 9, რა თქმა უნდა მე მეუბნება რომ შავი ხარ, რომ ვიციო 9 შავი იყო. ჩემი აზრით 10-ით შავი იყო. დანარჩენი 2 შავი კარტი შეიძლება იყოს 7-8 1-ში, ნუცა უფრო მგონია რომ აი არ ვიცი, ამ ეტაპზე უფრო მგონია პატიოსანი მოქალაქეა, ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 8-ს, ვასახელებ 1-ს. რატო შენ იცი რა არ მომეწონა? ნახე შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ, მე მეორე წელს მე არ მილაპარაკია. და მეუბნები რომ შენო ისევ თამაშს რევო. შენ თუ პატიოსანი ხარ, ნახე 8 იმეორებ შენ სიტყვებს. მაგრამ მე მგონია რომ დეტექტივმა გადაამოწმა 4-ში და 6-ში ერთ-ერთი შოგუნი შეიძლება რომ იყოთ. იმიტომ რომ შენი ნახე ჯენგო, შენი რა არ მომწონს? თავიდან არ ჩაეწერე. მე გავვარდა 9 და ეხლა შენ ეჭვი უნდა გქონდეს და ამბობ რომ მე 12-ის დეტექტივებს ვთამაშობ. რანაირად? არ თქვი ეს? უშვე? ხო, მაშინ ნახე 6-იანი მე მგონია რომ დასრულდა. ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 12-2-7. ამ თანმიმდევრობით. 12 ნომერს 30 წამი. აი მეგობრებო, ნახეთ, თქვენ ორ შორის რა თუ ორივე წით, ანუ თუ თქვენ ორ შორის რატკი მომისმინე, თქვენთან თუ რომელიმე წითელი ხარ, თქვენი ხელი უნდა წავიდეს 2 ნომერში რა. იმიტომ რომ თქვენ თუ ბალანსი გინდათ, ბალანსი 2-ც არის, დაჟე 2 უკეთესი ბალანსია. 2 შეიძლება თქვენთვის თუ 9 დეტექტივი არის, 2 შეიძლება იაკუძაც იყოს და 2 ქილი არ მოხდეს რა. 2 შეიძლება იაკუძაც იყოს, შეიძლება შავიც იყოს, ამიტომ 12-ში არ მოდის ხელი რა. მე ვაკეთებ ხამით გადამოწმოს, 12 არ გადის. უბრალოდ მაპატიეთ, მაგრამ მე 2 ნომერში ხელს ვერ ჩავდეთ, აი ეს იმას არ ეშავს რომ გუნდია რა. ბიჭო 9 შავად გადაამოწმა და ეხლა მე მირჩევნე რომ სხვაგან ჩავდო ეს ხელი, კაცო. რა პრობლემა არის? ანუ მე რო 2-ში ხელს არ ჩავდე, ამაზე უნდა გამკითხო, რომ ჩემი პროცემა შავად შემოიყვანა. დასრულდა. 2-იანს უსმენთ? ბიჭო, აზია რო არც ნახე, მე რანაირად არ უნდა ვითამაშო 12-ის დეტექტივი, ეს ხო სიგიჟია 9 მეძახის შავს. ამას შეიძლება მე არ ვყავდი, მე პროსტა ბიჭო, მე ვარ პატიოსანი მოქა, მე არც ვიცი რომელია დეტექტივი 12 ამბობს ჩემ ბალანსტო. ეს არის სიგიჟე, ჩემ ბალანს რატო ითხოვ? მე ყველანაირად პატიოსანი მოქალაქე ვარ და ამაში რატო ვერ ხვდებით? ანუ მე რო შავი კარტი ვიყო, მე ყველა ვარიანტში არ ჩავიხსნიდი დეტექტივობას გამორიცხულია 4 შემოვიყვანდი შავად. არ არსებობს ხალხო. და ეხლა შენ ჩემ ბალანსზე ვითხო 7-8-1-ში უეჭველი შავები. 7-იანს უსმენთ? გობავ, უბრალოდ თავი დამიქნიე. გინდა სიგიჟე გავაკეთოთ? 1-2-4 აწიოს შენში ხელი, 5-6-7 აწევს 2 ნომერში ხელს, 8-11-12 ჩემში ხელს. გინდა? ხო იმას მეუბნები რომ შენ კიდე გინდა გადამოწმება.
თან გავარდნის გარეშე. შენ ხო დარწმუნებული არც ჩემს პატიოსნობაში და არც იშავეში ხარ და არც ორიანის. წესი და რიგით ეგ უნდა გაწყობდეს. კიდე მაგას იძახი და მე იმას თხოვ რომ არ გამიშვათო 12 ნომერი გასაშვები ხარ. დასრულდა თქვენი დრო. დეტექტივი იყო. ხმის მიცემა იწყება 12 2 7 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 12 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხა მიეცით ხმა? 3 ხმა დაგვიანებული. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 2-მა? 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა? 3 ხმა. 9 ხა? 1 2 3 4 5 6 7 8 9. ხელახალი კენჭისყრა იქნება 12-ს 2-სა და 3-ს შორის 12 ნომერი იწყებს. ნახე. მომისვენებს სამ. ეს რატომ ამობდა გაყოფას ახლა? არა, ბიჭო, არ ვიცი ხო, ნახე. რა ვთქვა, იგივე უნდა ვილაპარაკო რა, მე უნდა გავაკეთო გამეთ გადამაწყვეტა. თქვენ თუ ვინმე განიხილავთ 9-ში რომ შავი შეიძლება იჯდეთ, 9 თუ დეტექტივია, 2-ში, ანუ 2-ში წაიღებთ ხელს თუ 12-ში 2 უფრო გაწყობთ, იმიტომ რომ 2 შეიძლება იყოს იაკუძაც. ანუ ეს არის 2x2 4 და ირაკლი შენ თუ მაგას ვერ ხვდები, კი ვერ ხვდები, არ ხვდები, იმიტომ რომ არ გინდა რომ მიხვდე და თუ გინდა რომ შენ აქ დაამტკიცო რომ წითელი ხარ, 2-ში დებ ხელს და რა 12-ში. ორიანს უსმენთ? ჯო ახლა ნახე რა 12 ძალიან სიგიჟეს იძახის ჩემ. ხო არ მეღადავები, ანუ მე რანაირი მე ვარ იაკუძა, ერთი წამი დეტექტივად გავიხსენი და ჩემი თავი ბალანსში შევუშვი, რა სიგიჟეს მეუნები ორნი ვარ და უეჭველი ბალანსით მომხსნიან რა ებს მე. ეხა 7-იანი შენ ერთ-ერთი ადამიანი ხარ, ვის გასულაზე თქვი რომ არ მინდა რომ არავინ არ გავიდეს და მაშინ შენ გამოდი ხარ. მე ნახე უყურე მე პატიოსანი მოკალე 7 8 1-ში მე მგონია რომ 2 შავი შეიძლება რომ იყოს. 12-ზე მე ხელს ვერ ავწევ, იმიტომ რომ 9-მ დამიძახა მე მაფიოზი და მე და ეს გუნჩი არ ვარ და 12 თუ მე და ეს გუნჩი ვარ, ეს ჩემ ბალანსით ხო? 7-იანს უსმენთ? 12 ნომერს ყავს გადამოწმებული 2 წითელი, 4-იანი და 6-იანი. 12 ნომერი აზე არ არის, არც შენზე და არც ჩემზე წითლები ვარ თუ შავები ვართ. ამავდროულად შეიძლება გადავმოწმდეთ კიდეც და შეიძლება რომ შოგუნი ვიყოთ და მაინც წითლები გამოვხდეთ მისთვის. აქედან გამომდინარე, წესი და რიგით 12 ნომერი არც შენს გაგდებაზე და არც ჩემს გაგდებაზე ხმას არ უნდა იღებდეს. წესი და რიგით ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ამ მაგიდაზე და 12-ს რადგან ასეთი ამბიცია აქვს, რომ დეტექტივი ვარ, მთელი ამბები ის და კიდევ ერთი გადამოწმება მინიმუმ დავდოთო, მინიმუმ კიდევ ერთი მოქალაქე არ გაგივარდება ქალაქიდან ისე უბრალოდ მე ხო ვიცი რომ მე წითელი ვარ, მე ლაშაში დარწმუნებული არ ვარ რომ წითელია. დასრულდა თქვენი დრო. ხმის მიცემა იწყება 12 2 7 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 12-მა უნდა დატოვოს თამაში ხმა მიეცით ხმა? 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 2-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხმა მიეცით ხმა? 2 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 7-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 3 ხმა. 12 ნომრის ბოლო სიტყვა. 11 წია ბიჭო. 7-8-ში ის ორივე შავი რა. აი ორივე შავი ხარ. აი რას მელაპარაკები რომ 12 არის ბალანსი და არა 2? როცა თუ 9 დეტექტივია, თუ 9 დეტექტივია 2 შეიძლება იყოს იაკუძა ხალხო და ხელი მოდის 12-ში? რას მელაპარაკებით? 7 არის შავი, შენი წითელი ფერი, ამაგერაზე ვერასდროს ვერ გამოჩნდება. 8 ნომერმა თუ 8 ნომერმა იხა ახსნა ბალანსი რა. როცა საერთოდ არ იყო ბალანსი ლაპარაკეთ, 9 ნომერი მაგიდაზე იჯდა და მარტო 8 და 9 მაწია ხელი 12 ნომერში. მე ვერ დავინახავ თქვენ წითელ ფერს რა. თქვენ თუ წითლები ხართ, მე თქვენ წითელ ფერს ვერასდროს ვერ დავინახავ. 7-იც მოსახსნელი არის და 8 ამ თამაშიდან. ერთადერთი ადამიანი იყო პირველი ნომერი, ვინც რაღაცა ლოგიკურ ბმებს აკეთებდა ერთმანეთში და ანუ შედარებით პირველი ნომერი წითელი მყავს. 2 ამის შემოყვანილი შავი არის და არ ვიცი შენი ფერი შეიძლება მართლა რაღაცა ის თუ მარჯვენა ხელია შეიძლება შავი იყო და 11 კიდე მგონია რომ წითელია და რაღაც საშინელებებს აკეთებს. 7-8 მომაყოლეთ უკან. ბალანსი ხო გინდოდა? ვიბალანსებ 7-ს, всё, მეც არა ვიცი. ამ თამაშში არსებობს ლოგიკური ბმები რა. ამ ლოგიკურ ბმებს თუ ვინმე ვერ აკეთებს, ან შავია, ან წითელი, რომელიც აი აზრი არ აქვს, რაც უნდა ლაპარაკო, ვერ გააგებია. აუცილებლად 8 ნომერი შავი იქნება, რომელიც ბალანსზე იწყებდა ლაპარაკს და 9 ნომერთან ხელი აწია. 7 ნომერი არ ვიცი ვინ არის. 4 ძალიან ცუდად თამაშობდა, აი 2 დეტექტივის გუნდში აყვანა, ანუ ძალიან დაულაგებელი თამაში არის რა. არ ვიცი რამდენად გვაქვს პატიოსნებს მოგების შანსი, მაგრამ არ ვიცი, მე არ ვიცი თუ მეტი რამ შემელო რომ გამეკეთები ამისთვის, ძალიან ანერვირებული ვარ ახლა, იმიტომ რომ აქ 2 ნომერი უნდა გავიდეს რა. არ ვიცი მე 2 ნომრის ფერი, მაგრამ 2 ნომერი უნდა გავიდეს. ეს არის სწორი თამაში, იმიტომ რომ თუ ვინმე ფიქრობს რომ 9 ნომერი შეიძლება იყოს დეტექტივი, 2 ნომერი შავიც გამოდის, შეიძლება იაკუძაც იყოს და თამაშიდან ხსნიან 12 ნომერს. 12 ნომერში რა ხელებით წავიდა, იყო ან ცუდი პატიოსნების ხელი, ეხლა არ ვიცი როლები ან შავების სცენა. 8 ნომერი რო შავი არის, ვიცი, 8 ნომერი თუ შავი არ არის, ცხოვრებაში მაფიას აღარ ვითამაშებ. მადლობა.
მეხუთე თამაშია. ყველას ძინავს და იღვიწებს მაფია. ტონი მიდასტურებს და იღვიწებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი, იღვიწებს ტონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიწებს შოკუნი და უერთდება იაკუძა. იღვიწებს დეტექტივი. მიიღო პასუხი, იღვიწებს ექიმი. თემდება. თამაში ტოვებს ნომერი 4. Так, მიმართავ პატიოსან მოქალაქეებს. ხომ მირთვით ახლა პატიოსანი ვარ. ექიმს თუ მეორე ქილი არ მოხდა, ექიმი უნდა გაიხსნას. პრინციპში ექიმი უკვე უნდა გაიხსნას ყველა ვარიანტში. ექიმი უნდა გაიხსნას ყველა ვარიანტში. არა, სავარაუდოდ 3 ნომერი წევიდა ექიმად? აბა, ექიმი არა. არ იხსნება, კაი. რა შეხედეთ 10 ნომერში აწია, წეღა რა ვთქვი, ავაწევინე 12 1 და 2 წევდა 10 ნომერში ხელს. მარტო ამათ დავაკვირდი, იგივენაირად მოხდა 7 ნომერში აწია 12-მა, 1-მა და 2-მა. ამას დააკვირდით კარგად. მე ვფიქრობ, რომ ესენი იყვნენ გუნდი შავების და რატის ვეტყვი რა? იაკუძა თუ რომელი ისვრის რა? აღარ მახსოვს. იაკუძა ხო? შენ ხარ იაკუძა, რატო იცი? შენ უნდა დეერიო შავებს და დეერიე წითლებს. იდეაში. შენი მოკლულია სავარაუდოდ დეტექტივი. არასწორის როლა იყო ეგ. პას, დასრულდა. ვემშვიდობებით 4 ნომერს. სამწუხაროდ დეტექტივმა ძალიან დამაბნია. 8 ნომერი თავიდანვე არ მომეწონა პირველივე წრეზე, ძალიან დაბნეული იყო. მაგრამ უფრო მეგონა სამწუხაროდ იაკუძა რო იყო რა. გელაშვილიც შავი იყო ჩემთვის და პირველი ნომერი პატიოსანი იყო, მაგრამ ვაშავებდი. ასე რომ მე მივირთმევ ჩიპს. სხვა გზა არ არის. ამელული ის. ხილის თუმარი უნდა გავხდე მაფიის. უნდა უხვეწო ახალი გმირები. თამაში ტოვებს ნომერი 6. აი იმენა ვიგრძენი რა. ეხა მომისმინეთ რა. ერთი ნომერი არის წითელი და რატო? ერთი წამი მომისმინეთ. ექიმი არ არის ანუ. არავინ არ არის ექიმი. ესე იგი პატო გაბრაზა და არ თქვა. ეგრე გამოდის მაშინ არ ვიცი. ერთი ნომერი არის ხალხო წითელი, ქალაქს გეუნებით. რა შენ ცუდი ფერი ხარ 7-იანი, იმიტომ რომ პატიოსანს ხელი უნდა აეწია 2 ნომერში. ამ თამაში პატიოსან კაც უნდა აეწია ხელი და მე არ ვამბობ რომ 12-7 გუნდი იყო, მაგრამ პატიოსანს უნდა აეწია 2-ში. ერთი რატო არის წითელი ეხლა თქვენ მოგმართავთ ორივეს რა. ერთი იმიტომ არის წითელი რომ პირველ წელზე ჩაეწერა ამათ თამაში, ანუ დეტექტივი 12 ნომერის დეტექტივობაში და დასახელებული მარტო 12 ნომერი რო იყოს 2-იცო. ამას მესამე შავი არ გააკეთებდა. ეს დაიმახსოვრეთ. ერთიანი წითლად თამაშობს. 7 მართლა გასაკვანია. 12 საბარაუდოდ შეიძლება იყოს შავი, მაგრამ 7 ყველა ვარიანტში გასაკვანია, 7 არ უნდა რომ გადამოწმებული იყო, ყველა ვარიანტში გასაკვანია. 7 ეხა გასაკვანია, მე ლაშა არის გასაკვანი და ნუ არ ვიცი მართლა იაკუზა რა შვება, ანუ იაკუზას რატო არ ეშინია რომ 2 შეიძლება იყოს შავი. ვერ ხვდები რა 4-იანი, თო არა მე გადამოწმებული წითელი. ანუ ვერ ხვდები სადისულით, თო სადისულით, მაფია სადისულით და იაკუზა სადისულით. ან ექიმი რატო გავიდა რა, აი რა ხდება? გავუშვით 7-იანი ეხა, რა ვიცი თქვენ რას გენს გავუშვით, მაგრამ 7-იანი არის, მაგრამ მე ლაშა. ალბათ. ძალიან გაბრაზებული ვარ რა, იმიტომ რომ
მოქალაქიდანაც, ანუ ყველა ვარიანტში ხამე გავდივარ რა, ან მაშინ შავი როლი უნდა ვიყო და ძალიან გაბრაზებული ვარ. ნუ მე სავარაუდოდ იმის მოკლული ვარ, ვის გასვლასაც ვითხოვდი. ქალაქი არასწორად დებს ხელს რა. ანუ ეხა ისეთი თამაში წავიდა რა, რომ ყველა ვარიანტში აქეთ მხრიდან და იქით მხრიდანაც უნდა გავიდნენ და ანუ ქალაქმა გააგდო 12 ნომერი, რომელიც დეტექტივად იყო გახსნილი. უნდა გასულიყო ყველა ვარიანტში 2, ეს იქნებოდა ქალაქის საჭირო და ამის გამო 7-იანი მგონია რაღაცა, არ ვიცი, ან არასწორად ითამაშა რა მაინერამ და 8-აც, ანუ შემითანხმდა 8 ნომერი, რომ 2 ნომერზე აწევდა ხელს, მაგრამ მაინც ხანერად აწიის და მე იმის მოკლული ვარ, ვის გასვლასაც ვითხოვდი, ამას დარწმუნებული ვარ რა, იმიტომ რომ ჩემი გაყვანა ღამე მანც იყო აბსოლუტური სისულელე, ან მაფიაში უნდა გასრულიყო, ან იაკუზაში უნდა გასრულიყო და მე წითლად ვიყავი გადამოწებული და თავს ვაკლავდი ყველას. ორმაგი წითელი ვიყავი. მე-9 დეტექტივობით თამაშობდი, თუმცა არავინ არ იცის რა ხდება რეალურად და მაინც გამიყვანეს. ნუ არ ვიცი. ესე მოხდა რა, ნახავ ეხლა რა ხდება და გეტყვით. მადლობა. წრეს გახსნის ნომერი 5. ნომერი 5 გახსნის წრეს, შავი 2 ნომერი გადის, მე მიყვება 7, წითელი არის პირველი და 11 აი ზუსტად ვიცი. 2 ნომერი არის შავი. პირველთან ერთად თამაშობ და 11 თქვენ არა. იმედია რომ პირველი მე5, 1 და 11 მოიგებენ თამაშს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ვასახელებ 2 ნომერს პასი. მიღებულია. 7 ნომერს ისმენთ? 6 ნომერმა თქვა ესეთი რაღაცა რომ 7 ნომერსო უეჭველი უნდა გაუშვათ, შავიაო, იმიტომ რომ არ უნდა დაურო 12 ნომერს ვინმე გადაემოწმებინაო. ეს რაღაცას ვიტყვი რა, 12 ნომერს უთხარი ესეთი რაღაცა. 3-3 ხმა იქნება თქო, ისევ იყო კიდეც. მე ისევ 3-3-ის იმედი მქონდა, მე ვრჩებოდით ყველა, მინიმუმ ერთი გადამოწმება ან ჩემი ან შენი მაინც ექნებოდა. მაგრამ ეს სიტუაცია არია რატიმ, რომელმაც არ ვიცი, იცის თუ არა ეს წესები მე რა ხდება და 3-3 კაცი კიდევ ერთხელ ხო ვიყავით თავის გამართლებაზე. კიდევ ერთხელ მოხდებოდა ეგ თემა და მე ხელს აიწევდა უმეტესობა თუ თანახმა იქნებოდა რომ ყველა რჩება, დავრჩებოდით ყველა რა. შესაბამისად ექნებოდა გადამოწმება. მე რამე ანუ ჩემთვის სულ ერთია გადამომოწმებდა თუ არა 12 ნომერი. ახლა ამ ეტაპზე რა მგონია 2 წამი 2 ნომერი მომისმინე, რა მგონია, იცი მგონია რომ მარჯვენა ხელმა ანიშნა ვინ არის ან იაკუძა ან რაღაცა მსგავსი და შეიძლება მაგას იმაშვება. მე ამ ეტაპზე 2-სა და 5 შორის ვასახელებ 2-ს, ვასახელებ 5-ს მოკლედ. მიღებულია 5. რუიანს უსმენთ? ვაფშე რევს ლაპარაკობს. მოკლედ, ეხლა ნახე როგორი სიტუაცია არის რა. 5-იანის და 6-იანის თამაში და 3-იანის თავიდან ბოლომდე მომწონდა და ჯენგო უბრალოდ ანუ პირველ წრეზე შემომიტია და რაღაცა შემომიტია და რატო არ ვიცი მე ძალიან მომწონდა და ჩემთვის წითელი იყო თავიდან ბოლომდე 3 4 5 და 6 ჩემთვის იყო ჩემი გუნდის წევრი პატიოსანი ამ შემთხვევაში ეხლა რატო ავწიე ეგ არ ვიცოდი რა ანუ რა სადამდე გაგრძელდებოდა კი ვიკითხე მაგრამ ანუ გაგრძელდებოდა მე ანუ ავდექი და ჩემთვის ელოშა იყო დეტექტივი და გავიყვანე ის ეგ იყო ერთადერთი მიზეზი რა და ამ შემთხვევაში 7-იანს ვასახელებ და 2-იანსაც დავასახელებ რა რომ ილაპარაკოს თუ ვინმე არ დაასახელებს მე რა იმიტომ რომ თუ გინდა ფოლი დამიწერე ანუ ჩემთვის ძალიან აირია რა შენ წეგან კითხვის რა არაო პირიქითო რა მაგრამ ჩემთვის ესე აირია და მაგიტო მინდა კიდე რომ ილაპარაკო რა ანუ ნელ-ნელა კიდე ცოტა გამოვდივარ სიტუაციიდან. ერთმანეთს უსმენთ? 7-2-ში უნდა გავიდეს. ეხლა ფიქრობდი რომ 2 უნდა გასულიყო რა, იმიტომ რომ ნახე 9 შავად გადაამოწმა 12-ის ვერსიაშიც 12-ის შავად ელაპარაკებოდა რა. შეიძლება თავის შავი შემოგდო, ან შეიძლება მარჯვენა ხელი იყო 9 და იპოვა იაკუძაო რა. და წესით ეხლა 2-იანი უნდა გავიდეს რა წესით. მაგრამ 7-იანმა ისეთები ელაპარაკა ეხლა. რომ ვერ ანუ შენ შავი ხარ უეჭველებს და შავი ხარ თუ აი მაგას ვერ ხვდები, ერთადერთი აი მაგაში ვარ რა. მაგრამ 2 თითქმის 2 მაგად შავი გამოდიხარ. შენც ხო იცი? არა, შენც ხო იცი ახლა ამათი ნალაპარაკი 2 შერიფის ნალაპარაკებიდან 2 მაგი შავი გამოდიხარ რა. ვასახელებ 2-ს, ვასახელებ 7-ს და თავის გამართლებაზე გადავწყვეტ რა. უფრო შეავწევ ხელს პასს. მადლობა. პირველ ნომერს უსმენთ? დასახელებული არიან 2, 7 და შეიძლება 5-იც, მაგრამ მოდი 11-ს დავასახელებ, იმიტომ რომ კარგად ლაპარაკობს და კიდე მინდა რომ ეგრე კარგად ილაპარაკო რა მოყვები აბსოლუტურად ყველაფერში. 7 მართლა ძალიან დაბნეული იყო, შემიძლია დაგაწყნა რომ თექიმი აქ არის. არ ვიცი როგორ შეიძლება დაგაწყნოთ, მაგრამ სხვათა შორის, ნახე ეხლა კი მეხები და რაღაც, მაგრამ პირველი შენ დაქილე, ეხლა დავხილე 5 ნომერი, იმიტომ რომ ძალიან პატიოსანი
გამარჯობა, მე ვარ ვარდი და ეკლები მაქვს და ვინმე არ შემეხოთ, თორე გატკენთ ყველაფერს. მე ხელი არ მეხება, მეგობრებო. მეც ეგრე ვფიქრობ, მაპატიე ლაშა, შენში და 7 ნომერში ვფიქრობ, რომ შენში და 7 ნომერში თუ არ დამთავრდა თამაში, ერთადერთი 8 დარჩება, 8-ც ჩემთვის პატიოსანია, სიმართლე გითხრა, მაგრამ ეხლა 7-მა ისე ილაპარაკა, რომ უფრო 7-ში ჩავდებ ხელს, მაგრამ ნახოთ ეხლა შენ რას ილაპარაკებ. სანამ 2 ნომერთან გადავალთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 5, 7, 11. 2 ნომრის 1 წუთი. მე მას ვასახელებ 800 რომ 8 კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს. ნახე 12-საც იგი უთხარ, ჩემი ბალანსად მოთხოვნა იმ მომენტში ჩემ სიგიჟე იყო. უნდა გასულიყო 7. 7-იანი შენ გასაგებია რომ ამბობ რომ 3-ვე დავჭირთ, მაგრამ ნახე ამ თუ 12 დეტექტორი, ჩემს ყველა ვარიანტში 12 დეტექტორი, თქვენი პერსპექტივით ვამბობ რა, ანუ 4 და 6 გადამოწებული იყო და 7, 8, 2-ში გადაუმოწმებაში დიდი იყო შანსი რომ შავი ყოფილიყო. შენ მოითხოვე რომ 3-ვე დავჭირთო. თუ შენში 8-ში და ჩემში მაფიანი იაკუძა არის რა, უნდა გასულიყო აუცილებლად რა, იმიტომ რომ ნახე 2 ქილი მოხდა რა. შენ გინდოდა რომ არავინ არ გასულიყო და უეჭველი 2 ქილი აი ეგ არ მომეწონა. წეღან უტევდი 8-ს, ამბობ რომ 8-მო ხელი ჩატეხაო და მაგის გამო გავიდაო და ასახელებ 2-ს და ასახელებ 5-ს, ეგ შენ რანაირად მოგის მე ყველა ვარიანტში შენს დიავწევ ხელს. რატი უბრალოდ იმიტომ არ ვიცი, აი რაღაცა უფრო პატიოსანი მგონია, მაგრამ 5-იანზე ეხლა არ მომეწონა, ნახე. შენ გადაწყვიტე რომ 1-იანმა, 5-იანმა, 11-მა თამაშნა მოიგოსო. შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ, მაშინ შენ ეგრე დარწმუნებით ერთადერთი ხარ 1-იანზე დაწუნ რომ ექიმია. მორჩა, შენ სხვას დანარჩენს არავის არ ენდობ, ისე როგორც მე. ეხლა გადის უეჭველი 7 ნომერი. დასახელებულები არიან 2, 5, 7, 11, 8. ამ თანმიმდევრობით. 2 ნომრის 30 წამი. აუ 5-იანი არის ძალიან დაბნეული. თუ წითელი კარტი ხარ რა. მე აღიხსნით. მე ვარ დაბნეული. მე ყველა ვარიანტში წითელი. მე იაკუძა თუ რო ვარ, ნუროვაზე. დეტექტივად ვიხსნები სიგიჟია რომ ბალანსი ჩემოდივარ. თუ მაფიოზი გგონი ვარ, 12 ნახე 9-იანი, სუცხრიანი დეტექტივი ეს ხო მაფია არის. ესეც ხო არ შემოყოფს იაკუძა თავს და 12 ითხოვდა ჩემ ბალანს ხალხო. ამაზე მე თვითონ შენიშნა მივეცი. ანუ არც მაფიოზი ვარ, არც იაკუძა, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. ეხა მე არ უნდა გამიყვანოთ. შეგიძლიათ ბოლოში განიხიოთ რომ აი რადგან 9 ნომერმა გადაგამოწოთ მაგიტომ მე ხარ გავდივარ სიგიჟია 5-იანს უსმენთ 5-იანი მე მისმენთ რა ვიცი მე მეგონა ეხლა ვლაპარაკობდი რატომღაც რატო ვარ დაბნეული და არეული არ ვიცი ძალიან დალაგებული და ძალიან შვიდი ვარ გადიხარ შენ და მე 7 ნომერი ან ჯერ 7 ნომერი და მე შენ რა მნიშვნელობა ჯერ 7 ნომერი გადის კი მაგრამ ლაშაც აუცილებლად უნდა გავიდეს პატიოსანი მოქალაქე. მე ერთადერთი მარტო ვარ პირველ ნომერში დარწმუნებული და 11 ძალიან მომწონს მთელი თამაშია. ამიტომ ვთქვი რომ 1-მა, 5-მა და 11-მა უნდა მოიგოს თქო. ლაშა არის შავი, რვიანიც მეწითლება. გადავწყვიტე ნელ-ნელა, მაგრამ ზუსტად 100%-ით 7-იანს უსმენთ? ბაშა, შენ ისე რომ დასახელებული იყავი და ვასახელებ 4-ს, ვასახელებ 5-ს, რატო მოკვდა ასე ძალიან გულზე, არ ვიცი რა. მაშინ როცა 5 ნომერი იმას ეძახის რომ უეჭველი შავი არის, რომ მე რატომღაც მგონია, აი რატომღაც თეორიაში უშვებ, რომ 8 ნომერი შეიძლება დაბნეული იყოს და წესი არ იცოდა და ანუ შენ თუ გინდა, მე ავდგები, მაგრამ პატიოსან მოქალაქეს დაკარგავ რა. მე ახლა ამ წამს მირჩევნია რომ 5 ნომერი რომელიც იმას ეძახის რომ უეჭველი შავი არისო ისა. 11-ს უსმენთ? არ ჩვიჩი ავწევ. აი ორმაგი შავია, მაგრამ ძალიან ცუდი თამაში აქვს 7 ნომერს რა. 5 ნომრისგანაც საეჭვო. აი ნახე, ანუ ისე საეჭვო რა არის, აი 1-5-11 მოვიგებს თამაშს. ანუ ეგრე 100%-ით არავისზე არ იცი რა და ეგ მირტყავს ცოტა ყურში მე-13-ს ვქი დაახლოებით ეგ, მაგრამ 7-ს არ ყველაზე მეტი შეცდომა რა და ვინც ყველაზე მეტი შეცდომა და უშო ის უნდა გავიდეთ ჩემი აზრით. 8-იანს უსმენთ? 11-ს ძალიან დიდი ხანია უსმენ რა და ალბათ ეხლა ამ თამაში რაც ყველაზე ისეთი გავიგე, ანუ რასაც პირდაპირ მიუყვები, ესე რომ თქვა, ალბათ ეგ არის რა, რომ 7-იანი უნდა გავიდეს, მაგრამ არ მომწონს ეს 2-იანი, რა გავაკეთო ეხლა? აი ცოტა ის გახდა რა, შინდისფერი გახდი ცოტა რა, ანუ აი ცოტა რა, მაგრამ აი რაღაცა აი თითქოს რაღაცაზე აი მოდი მეთქი ხო არ არის დაუშვებ ჩემ თავში რომ აი იქნებ წითელია და მაგ დროს რაღაცას ისეც იტყვი ვაფშე ვიჭრები და ანუ ხო ყველას მოგისმინეთ დასახელებულები არიან 2 5 7 11 8 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა ერთი ხმა ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა 7 ნომრის ბოლო სიტყვა
აი, როგორც მინიმუმ იმას მაინც დააკვირდი, რომ 5 ნომერმა შენ დაგასახელა, მე ხელიც არ აწია. ხო, არ მინდა რა. ხო და ესეთ რაღაცას ვიტყვი რა. ის რასაც შენ ამბობ, მესამე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდს უყურე, სადაც მე 0-ვან წრეზე გადავეფარე ექიმს, გავიხსენი ექიმად, მაგრამ შენ რას ამბობ, მანდიცი? მანიაკი ხარო. მაგრამ მანიაკი ხარო მაგას იძახდი. ასე რომ კი, ხანდახან რაღაცეები ხდება ხოლმე რა. ხო და რო რამე რა თქმა უნდა არ ვიყავი მან მანიაკი, არც ახლა ვფიქრობ იმას, რომ შენ რაღაც შავი როლი გაქვს, გონია რომ პატიოსანი მოქალაქე ხარ, რატომღაც იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ წესით მართლა არ უნდა გაწყობდეს შენ ის რომ რაღაც გარისკო. არ ვიცი რამდენად კარგად ვითამაშე, მგონია რომ ძალიან ცუდად ვითამაშე, უფრო მეცაც ვიტყვი რა. მგონია რომ 10 ნომრის სიშავე 0-ვან წრეზე ჩემი აზრით ჩავი იყო დავწვი. ვინ მგონია რა, მე 8 ნომერს გავუშვებდი და 5 ნომერს გავუშვებდი რა. დასრულდა. დავამშვიდობოთ 7 ნომერს. ხამე. სალამი. აქ კი გამოჩნდებოდა სპოილერი, მაგრამ ვერავის ვერ დავასპოილერებ, იმიტომ რომ მთელი მაგიდა ვიცურავე. მიყვარს ხოლმე ეს იდიოტურად რო თამაშობ, მაგრამ მე რა, მაფია. ხანდახან შესტამები მოსულა. ან არ მოსულა, არ ვიცი. ბიჭო, რთულია მაშინ როცა 0-ვან წრეზე ან პატიოსანი, ან მაფიოზი, ან თუნდაც დეტექტივი იხსნება დეტექტივად და მე მეორე პროცესზე იხსნება და მე კიდე მესამე იხსნება. ამ ახალი წესებით მსგავს სტილში არასდროს არ მითამაში ესეთი შემთხვევა არ მქონია და ცოტა გამიჭირდა რა. ძალიან მაგრად მაინტერესებს ამ ეპიზოდის ყურება, მაგრად მინდა რა მაინტერესებს რამდენად ვიცურავე და რამდენად არა. პატო გონია რომ შავი იყო, ამ მომენტამდე არ ვიცი. ელოშაზე არ ვარ დარწმუნებული, არც კოპალაზე არ ვარ დარწმუნებული. 5-6 ნომრიდან მგონია რომ ერთ-ერთი მაინც იქნებოდა შავი, ოღონდ რომელი იყო აზე არა ვარ, იაკუძა თუ მაფია. აი 2 ნომერზე მაგრად არ მინდა რომ შავი იყოს. თუ 2 ნომერი შავი არის, მაშინ ეკუთვნის გამარჯვება. თუ არ არის შავი, მაშინ არ ვიცი რამდენად სწორი სტრატეგია იყო, იმიტომ რომ ქალაქისთვის მგონია დამაბნეველი იყო. პას. როგორ არ უნდა დაალაიქოს არ მესმის. იგვიწევს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. დონი მიდასტურებს მიიღეს გადაწყვეტილება იგვიწევს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო გადაწყვეტილება იგვიწევს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იგვიწევს შოქური და უერთდება იაკუძა იგვიწევს დეტექტივი და ეძებს მაფიას იგვიწევს ექიმი თენდება თამაშ ტოვებს ნომერი 11. კარჩე. ორიანს გაუშვებდი რა. ორიანი გამოდის ორმაგის შავი. წესით. ან 2-5-ს რა. 2-5-ს გაუშვებდი. ანუ შენ ძალიან კარგად იცოდი რომ მე ვიყავი წითელი და ერთიანი იყო წითელი და ზუსტად მაგითო 2-5-ში, მაგრამ უფრო 4 ხართ. თუ მეტი ქილი არ მოხდა, აყენეთ 2-5. ექიმო და 8 ნომერი მეწითლება რა, ანუ მაინც ორივე მეშავება. 2 და 5 ერთად უნდა აყენოთ. გაყავი ხმები შენ.
2-5 ერთ უნდა აყვანო თუ გინდა რომ მოვიგოთ თამაში. დანარჩენი არ ვიცი რა. ვიღავ პატიოსანი. ბას. დასო. დავიმშვიდობთ 11 ნომერს. მომკლა მაინც ლაშამ. არადაშვიდში ავწიე ხელი. კარგად ვითამაშე. არც ერთხელ ბოლოს დავსახელდი მარტო ისიც იმიტომ რომ კარგად ლაპარაკობოდა მაგიტომ რა და კარგად ვითამაშე ჩემი აზრით. წესით მოვიგებთ შავები. ეგრე მგონია. ეხა 2 უნდა გაუშვან რა. ეხა 2 უნდა გაუშვან. ყველა ვარიანტში ეგრე დავტოვე, დაჟე ექიმსის და ქოროსის დავტოვე, რომ 2-5 ერთად აყენეთ ხო. ჩემი თამაშით მაყოფილი ვარ, ელოშას თამაშით მაყოფილი ვარ, რატიც კარგად გაძურა, ყველაფერი კარგად არის, იმედია მოვიგებთ. გაკოცეთ. წრეს გახსნის ნომერი 8. ეს ეხა რას ნიშნავს, რომ ან ექიმა დაჰილა ვიღაც, ან აღარ არის 7 ნომერი გავარდა და ხო რა, ანუ ან შენ ხარ რაღაცა ეგეთი შოგუნისნაირი რაღაცა მოკლედ და ეგ ის არის და დაჰილა უბრალოდ ან ვინ დაჰილე ალბათ უნდა გითხრა ეხა ჩათვალე ეხა შენ ხარ ვინც რაღაცა უნდა თქვას რა არ ვიცი რა უნდა თქვა ეხა 5 ნომერი მაგარად მე პატიოსნება არ ვიცი და პირველზე ვიცი რაც არის და სხვა რავი არ ვიცი ნაღდად არ ვიცი რა გავაკეთო რავი ეხა ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი რა ანუ 2 ნომერს დავასახელებ და უბრალოდ ექიმზე ვარ მე ხა დამოკიდებული ხო რა თუ ექიმი არის ეგაც რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ამ მონაცემებით ექიმი უნდა იყოს წესით რავი არ ვიცი ნახოთ რა სიტყვის მაგაზე პირველ ნომერს უსმენთ რაღა დროს თუ ექიმია ბიჭო ეგრე მარტივად ფიქრობდი ახლა რომ დამესახელებინა 2 ნომერი წეღან რო ვთქვი მაგალითად ნახე 1 წუთი რაღაც ამერევა მე წეღან რო ვთქვი რომ ჯერ 2 დავჰილე მე 5 თქო 5 არ მყავდა დაჰილული ჩემი თავი მყავდა დაჰილული და 5 ეხლა დავჰილე და იდეაში შენ რო ყოფილიყავი ალბათ 5-ზე ისროდი რა და 11-ზე რო ის რომ მგონია რომ ეხლა რაღაც ძალიან მოვემწყდიეთ და ვაფშე ყველა სხვადასხვა როლი გვაქვს ახლა ამ მაგიდაზე. ანუ შენ ხარ პატიოსანი, მე ვარ ექიმი, მაფია, შოგუნი, რაღაცა შეიძლება დავრჩით და აი აზრი აღარ აქვს ექიმ პატიოსნება შეიძლება წავაგეთ უკვე. შეიძლება არა რაღაცა მაგონი 8 ნომერს ვასახელებ, რომ ვილაპარაკოთ. არა, დასახელებით დავასახელოთ უბრალოდ ერთმანეთი. აი ეგ სცენარი თუ იქნება არ მეწყინება. დასო ორიანს უსმენთ? ბიჭო, ეხლა ნახე რა ხდება რა. თუ გასროლა მოხდა, 5-იანი გყავს დაჰილული. ხო მართალი ვარ. თუ გასროლა მოხდა, მაშინ 8 გამოდის სროლელი. შენ თუ ექიმი ხარ, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. ანუ თუ დაიხილა რა, შეიძლება ვაფშე ეს მაფია მე მგონია რომ 5-იანი არის. აი, როგორ ნახე უკვე მე პატიოსანი მოქალაქე, მე ვფიქრობ. შენც ფიქრობ, გამიგე? 3 წრია ამბობ რომ აი ხან წითელია, ხან შავია, ეს ექიმია, ესეც ფიქრობს და 5-იანი არის ერთადერთი რომელიც ჩამოყალიბდა რომ მე ვარ უეჭველი შავი, მე მეძახის შავს და 11 უეჭველი წითელია და სანამ ექიმად გაიხსნებოდა ერთიანი, ერთიანი უეჭველი, ან მე 11 და ერთიანი ვიგებო. შენ თუ პატიოსანი მოქალაქე ხარ, შენ ვიღა გასნილი იყო ერთიანი რამდენი ხანია ექიმად იყო და 11-ზე რატო თქვი? ანუ მთელი თამაშის მანძილზე ეს ადამიანი იყო პატიოსანი. 5 ვასახელებ ყველა ვარიანტში, ვასახელებ 5, ვასახელებ 8-ს. 5 არის ადამიანი, რომელიც აი უეჭველი ეძახდა ვიღაცას ფერს და მარტო შავი კარტი აკეთებს ამას. მე კიდე ერთხელ პატიოს მე რო არ ვარდები, ეგეც საეჭვოა, ნახე, 5-იანი შეიძლება მე იმიტომ არ მაგდებს, რომ მე ვარ შესატევი კარტი. დასრულდა. მოდი ფოლებს გამოვაცხადებ 1 წუთი, სანამ 5 ნომერზე გადავალ, რომ 2 ნომერს აქვს 3 ფოლი, 5 ნომერს აქვს 3 ფოლი, 8 ნომერს აქვს 1 ფოლი, 1 ნომერს არც 1 ფოლი. დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 8, 5. 5 ნომრის 1 წუთი. ლაშ, ძალიან მაგარი ხარ. ანუ ზოგადად ყველაფერში ძალიან მაგარი ხარ და თავიდანვე ვთქვი, რომ ძალიან მოქმედებ თქო ჩემზე. შენ ხარ არ მიყვარს, ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც, რომ ესე შავი მიყვარს რო ვთქვა, მაგრამ შენ ხარ უეჭველი შოგუნი, ან იაკუთ, ხო? ანუ არ ვამბობ ხოლმე მაგას. ერთი კილი მოხდა, შენ აღარ გაქვს ანუ ხო ვერ ისთვის შოგუნი იაკუთას გარეშე. შესაბამისად, შენ ახლა უნდა გახვიდე, ჩემო საყვარელო. ერთიანზე ვარ დამოკიდებულები მართლა ყველა მართალია რატი. არ ვიცი რატი ძალიან მეპატიოსნება, მაგრამ თუ შემოიპარა მაფია და აი ოსკარს გაძლევ საქართველოში, აი მართლა თუ შემოიპარე მაფიად. ლაში არის შავი და გადის. პას. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 8, 5.
2 ნომრის 30 წამი. ხალხო, მოусმინეთ, ადამიანი იძახის რომ ეს 2 ნომერი უეჭველი შოგუნია ან იაკუძაო. შენ მაფიოზი ხარ. ნახე, ადამიანი იძახის ან შოგუნი ხარო, ან იაკუძაო, თუ გესმით, ან მაფიოს არც განიხილავს, რომ თვითონ არის მაფიოზი. რატო გეძახის შენ წითელს? ნახე, მე არ ვიცი შენ ბოლომდე ხარ თუ არა წითელი. იმიტომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. მე ეჭვი მაქვს ჯერ კიდევ შენზეც და ხუთიანზეც და ერთიანის ბჯერა, მაგრამ ხუთიანმა შენ გეუბნება რომ შენ უეჭველი პატიოსანი ხარო. ანუ რვიან სიტყვას ეძახის, ისევ როგორც 11-ს. 5 არის მაფიოზი. შენ არც იაკუძა ხარ, არც შოგუნი ხარ, შენ ხარ მაფიოზი, იმიტომ რომ არც კი განიხილე რომ მე შეიძლება მაფიოზი ყოფილიყო. 8-იანს უსმენთ? არ ვიცი ხა ხუთიანი მართლა ისევ მეპატიოსნება, არ ვიცი, მაგრამ ნუ ერთადერთი იმას რა თქმა უნდა თავში უშვებ, რომ რაღაცა მოსყიდვას ცდილობს ოსკარებით და რაღაცეებით თუ ბოროტი იქნება მოსყიდვას ცდილობს. ერთიანის რა თქმა უნდა მჯერა და ორიანში და ხუთიანში ვირჩევ, ეგრე გამოდის და ალბათ აი კიდე 20 წამი და 30 წამი კიდე დავფიქრდები და მე ავწევ ხელს რა, როცა აწევა იქნება ხელს. 5-იანს უსმენთ? მე? რა ვიცი რა უნდა ვთქვა, ლაშა გადის ხალხო, თუ გინდათ რომ მოვიგოთ, ლაშა უნდა გავიდეს. მეც ფიზიკურად, მე თეატრალურ რაღაც წარმოდგენას ვერ დაგიდგავთ დიდი ბოდიში. პას. მადლობა. შენ არ ხარ დასახელებული. დასახელებული კანდიდატურები არიან 2, 8, 5 ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? 1 ხმა. 1 ხმა არის. ვინ ფიქრობს რომ 8 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიაცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 2 ხმა. 5 ნომრის ბოლო სიტყვა? ანუ მე გავარდი ხალხო? ლაშა, აი მართლა ბრავო, რანაირად მოახერხე? ხალხო, რა გჭირთ? ანუ მართლა რა გჭირს სარა ექიმო? ან შენ რა გაგჭირს? შენ თუ მაფიოზი ხარ, რა ვიცი, არ ვიცი. ლაშა გავიდეს, იმიტომ რომ ამ ბიჭზე მე არ ვარ დარწმუნებული, ძალიან პატიოსანია. გამშვიდობოთ 5 ნომერს. ხამე. დავიძინოთ. ხამე. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. ვემშვიდობები, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იღვიძებს ექიმი. გათენდა. დეტექტივი აღარ გავაღვიცე. ავიცი. თამაშს ტოვებს ნომერი 1.
და ვინ მოიგო? რატო დავტოვე და თამაში? ჩემი ბრალი იყო წეგან. ალბათ მაინც უნდა ამეწია 2 ნომერში ხელი, რომ როგორც მინიმუმ 5 ნომერი არ გავარდნილიყო რა. და ეხა აკოცებენ ერთსენი, ერთმანეთს. როგორც ვიცი, ოჯახები ყავთ ორივეს და 30 წამი. რაღაცნაირად ცოტა მესიამოვნა კიდეც, იმიტომ რომ საქმე მაქვს საფერფარეშოვში. რაღაც ზარი მაქვს, განსახორციელებელი. გავალ და მოვალ ბიჭებო ეხლავე და მოგილოცავთ. გამარჯვებას. ძალიან საინტერესო თამაში იყო. დადი აბა. ვისი ამოვნე, აი ეხანდელ ხელის აწევამდე ვისი ამოვნე. ანარჩენი ვეღარ. ეს შორს გავდივარ, იმიტომ რომ საქმე მაქვს. მე ჯერ ესეთი თამაში არ მინახავს. თამაშს ტოვებს ნომერი 2. ბიჭო, ნახე იცი რას ვფიქრობდი რომ მისროლა. ამიულასაც მაფიას რა! მისროლა რა, მაგრამ ამას დახი ვარ ვარ. აზრი არ ქონდა. რა ნომერზე მისროლა, მაგრამ აზრი არ ქონდა, ეს დახი. აუძახოთ მომეს მე ვიყავდა. მე დავხილა იმა. ყველა ერთ შემოწევი. აზრი არ ქონდა, მე მოჭველი ამაზე უნდა გამისროლა და ერთ-ერთი შემოყოფილიყავ და შავი როგორ დატოვეს ამდენი ხანი? რატო როგორ დამტოვეს? რა გინდა არავის არაფერი ის არ შენზე არ მე ვნიშნე შენ რაფიზე იყავ. ბიჭო, ძალიან წითელი იყო და ხუთი ნომერი, თქვენ თუ პატიოსად, კი რა, პატიოსად, ეს ხუთი ნომერი ხო წითელი გახდა. დაუძახეთ. ხო დაი, არ შეიძლება რა არ ხდება რა. მეგობრებო, ძალიან დაძაბული, აი უმაგრესი თამაში იყო, მე ჯერ ესეთი დაძაბული თამაში არასდროს მინახავს. ბოლოს შეიძლებოდა რომ პატიოსნებსაც კი მოეგოთ. თეორიულად რვიანის გადარჩენა რო არ ყოფილიყო და ორიანს რვიანი მოეკლა და რვიანს ორიანი, ექი მიიგებდა მარტო. მაგრამ ყველაფერი ხდება და ამასაც უნახავთ, იმიტომ რომ იაკუძას ფორმატი იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. აქ აუცილებლად მართალი და მტყუანი არ არსებობს. იმიტომ არის ეს ფორმატი ძალიან საინტერესო რა. ხო, შენ დახილე 5 ნომერი და კარგი იყავი რომ პატიოსას ამბობდი. გილოცავ, ექიმი რამდენჯერმე იყავი და ვიღაც დახილე. ხალხი აქ მოდის ექიმები არიან და ვერასდროს ვერ გადაარჩენი ხოლმე ვერავს. მე სამი ადამიანი მყავს ერთ თამაში დახილე. აი იმასაც. ხუთიანი დაიხილა. აი მე არის ხმა. მე მოთლეს რომ თქვენ სიტყვაზე მოიც არიელი. ჰალო უბრალოდ. თქვენი კომენტარი. MVP და კარტივის გადავცე ეგ მითხარით, მე კი ვიცი დაახმარეს. ძალიან საინტერესო თამაში იყო, თან ამდენი ხანი მაგიდაზე რომ ვიყავი და ამ ყველაფერს უყურებდი და ყველას გიყურებდით და ვთამაშობდი, ძალიან სასიამოვნო იყო, ხან კარგი გრძნობა იყო, ხან ცუდი გრძნობა იყო, ბოლოში ცუდი გრძნობა იყო, იმიტომ რომ ბოლოს 4-ნი რო დავრჩით, აი ეგრევე სურნელიც კი ისეთი დადგა, რომ მართლა ყველა სხვადასხვა როლის წარმომადგენლები ვიყავით დარჩენილი და მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა მან რა. ხო, ანუ არ ვიცი რაღაცნაირად შეიძლება ქონდა 0.00 რაღაცა რა და ხო და ნახე იმიტომ რომ მე თამაშის ბოლომდე არაფერი არ მithქვამს რუიანზე ცუდი და ასე შემდეგ მე კარტს გადავცემდი 8 ნომერს და მე 8 ნომერი თუ ვიქნებოდი პირველ ნომერს გადმოვცემდი უკან. აბობა მეც ხო 8 ნომერს დავასახელებ დამსახურებული გამარჯვება მოგილოცავ 8 ნომერზე გასროლა ანუ 99% დაიხილებოდა 8 ნომერზე გასროლას აზრი არ ქონდა ამიტომ
დაუშვირო, მეთქი იქნებ 8 ნომერი იყოს პატიოსანი და მაგ შემთხვევაში ვიგებდი მარტო რა. 8 ნომერზე ხო ვერ ვისროლ. შეიძლებოდა ნახე, ცოტა ის იქნებოდა არარეალური 8-ს ერთზე ესროლა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემზე უნდა ესროლა აუცილებლად და სწორად ითამაშე 8, ამიტომ ჩემი MVP 8 აუცილებლად. მაგრამ ძალიან კაი თამაში იყო რა. დაგხოცავთ უყველას. მაფიოზებმა გაგისტუმრეს როგორც კი, ილოშამ გამისტუმრა და კინაღამ შემომაკვდა, რომ მეთქი რა გამიკეთეთო. რავი, ძალიან მეწყინა მართლა, ხო, რა, ანუ, აი მართლა, აღარ მოვალღონ მართლა მაპატიო. აწი მოგიწევთ ეს. აი ძალიან პირველად ვიჯექი იმ ოთახში და აი ძალიან არ გამისტურდა იქიდან ყურება ამ ყველაფრის. ძალიან კარგი თამაში იყო, ოღონდ მართლა, რატის. ბრავო. ბრავო მართლა, ძალიან მაგრა ითამაშე. ძალიან ადრე გამომაკვდი როგორც გუნდის აი, კი, ზუსტად. ანუ ერთი გულწრფელად მოკითხრა. შენ არის ეგრეთ შენ რა ყველაფერი, იმიტომ რომ შენ რო თქვი რომ დეტექტივი ვარ, რომ აი იქ მერე დაიწყო ყველაფერი რა. ანუ შენ რო თავი კი, ხო და მივხვდი და მეც ეგ მიდოდა რომ მეთქი კაი ლაშა გაშავდება და მე გავძრები თქო, მაგრამ ვინმაცა და მე რატის თამაშის ძალიან მომეწონა და ლაშას თამაშის იმის და მივხედავად რომ ლაშაზე აი პირველ ხალხო ნულოვანი წრიდან იყო ლაშაზე ეჭვი და ბიჭი ბოლომდე იჭდა მაინც მაგიტასთან რანაირად მოხდა ეგრე არ ვიცი საღო, მაგრამ ხო რატი ნამდვილად იმსახურებს MVP-ობას. შენ იმსახურებ კაცს აუცი. 3 ნომერს ვეთყვი რა. ლანჩხუთიდან წამოვედი ღამის 2 საათზე. ჩამოვედი აქ. ყველაზე პირველი მე მოვედი. და იწყო თამაში და პირველ ღამეს მოვკლენ და წავედი ისევ ლანჩხუთში. მაინც ჩამოვდივარ აქ, ასე რომ მოხვალ ხოლმე უეჭველი რა. ეს არის, რავი, დიდი ადრენალინია და ძალიან მაგარი თამაშია. MVP იგია Celsius-ია MVP გამაგრილეთ რა. 8 ნომერი რა თქმა უნდა. კარც მივცემ პატოს. მე და პატო ვითამაშებთ მე სახში და რომ ვივარჯიშოთ რა. ხო რა იყო. რა თქონდა აი აღარიამო. არა მინდა. სად იქნება? ქარჩობში? სად? ირა გიტყვით რა ჩოკეთო თქვენ. ხო. იმენ ჟოშკავს. კაი 8 ნომერი MVP რაც უნდა ლაპარაკი და ზოგადად 9 ნომერი. იმიტომ ანუ 809-ს ვიტყვი MVP-ს, იმიტომ რომ მე მაინც 9 ნომრის დეტექტივი თამაშობდი და ესე იგი ეგრეა რა. მათ უნდა ლაპარაკი. მადლობა. ნუ ჩამოგტირით სახეები. არ ჩამომტირის სახე ალბათ ესე ბოლოს როდის ვინერვიულე მართლა არ მახსოვს. ძალიან კარგი თამაში იყო და არ ვიცი მე ვთქვი რომ თუ ბოლოს ხო ვისაც გახსოვს მე ვთქვი რომ თუ რატი შემოიპარა და არის მაფიად. ბოლოს მაინც ვამბობდი ხოლმე რომ რატი თუ შემოიპარა თქო, ამიტომ დამსახურებული ოსკარი. ეგ წამყვანის ოსკარი. რაო. და ჩემი მეორე MVP მაინც არის ლაში. ჩემი საყვარელი ლაში. მადლობა. აი ამ ეპიზოდის განხილვას დიდი სიამოვნებით გადავიღებ უეჭველი და ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მაფიის ომში და მაფიის და პატიოსანის ომში იაკუზა ჩაერთო და აქ უკვე ჩვეულებრივი ბალანსი ძალიან შედეგიანი იქნებოდა, რომ გამომყოლოდა ქალაქი. მათ შორის დეტექტივიც, 7 ნომერიც, 5 ნომერიც, 10 ნომერი გავაგდეთ. რატო გააგდეთ? არა, არ გამოგდეთ. ძალიან მართლა ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდა რა. Nice try რო იყვიან 2 ნომერო, მაგარი იყო, მართლა მთელი თამაში, ანუ ეს იმიტომ გააკეთა რომ მთელი თამაში ეთქვა მე იაკუზა რანაირად გამოვდივარ. დეტექტივობა ვიბრალებდი და იმენა ჩადო ეს რაღაცა ინვესტიცია და ბოლო-ბოლო სამკაცში იჯდა რა, ძალიან მაგარი იყო. რა ტიმდე და 11 ნომერამდე საერთოდ ვერ მივდიოდი, ვერ შენზე ვერ ვიფიქრე შეგული, მაგრამ თუმცა უფრო მეტად რო გეაქტიურა, უფრო მეტად ჩემი აზრით ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდი და მაგ დროს ჯობია რომ ისაუბრო რა, აი შემოხვიდე თამაშში და ძალიან კარგი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მოიგო რა ტიმ. თავის შვენიერ გუნდთან ერთად ელოშა მაგარი დეტექტივი იყავი ძალიან. ეს რო ნულოვან წრეზე გახსნილი იყო ეგრევე, შენს მერე რო ეგრევე დაიყვერო დეტექტივი, კი, რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ამა რო არ გაიხსნა და მე იქ რაღაცა რო წავიდა მოლაპარაკება და ვალსი რო იცეკვეს 12-მა და 2-მა, მე უკვე თქვენი დეტექტივების აღარ მჯერდა. მადლობა და ძალიან მაგარი თამაში. საინტერესო იყო, ორიგინალური იყო. Facebook ჯგუფში ქართული YouTube-ის მაფია დაიდება განხილვა, ხო, შენს მიერ. კი. დაჟე ანუ ყურებაც არ მომიწევს, უფრო ადრე დავდებ მაგის განხილვას. სალამი, მე გადავწყვიტე რომ შევნიღბულიყავი. იმედია ვერ მიცნობ. მე ვარ ნიკოლოზ დაბორჯგინიძე.
არანაირი მაინერი. ძალიან ცუდად ვითამაშე. გულოცავ. ესეთი ცუდადაც არ გითამაშე. ბიჭო, ერთ რაღაცას ვიტყვი არა თავის გამართლების მიზნით რა. ანუ ქალაქში წამოვიდოდა შენთან 12 ნომერ დეტექტივს რომ 2 ნომერში უფრო მეტი შეტევა გაეკეთებინა და არა ჩემში, მაშინ როცა პატიოსანი ვიყავი. მე მგონია რომ ლაშა ძალიან კარგი და საინტერესო სტრატეგია ჰქონდა. იგივეს ვიტყოდი რომ ანუ ესე ნულოვანი წრის ნულოვან წრეზე ხო არ გავიხსნებოდი მთელი ამბები. კარტის გადაცემას რაც შეეხება, მაშინ როცა პატიოსანი მოქალაქე ვარ და მაფიას ავითამაშებ, მე მგონი მე მეფუთნის ეგარ. ხო, გულოცავ 8 ნომერს, რა თქმა უნდა, MVP არის ჩემთვის. რაც შეეხება ერთ პატარა ნიუს დავაანონსებ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთლად გრანდიოზული თამაში არ მქონდა, ერთ რაღაცას ვიტყვი, სიცილიურ მაფიოზებზე არა მქვეყნიურად სერიოზული დრო დავხარჯე, ვიშრომე, დავარისერჩე ყველაფერი და ძალიან მაგარი ვიდეო გავაკეთე და თხოვნა მექნება რომ უყუროთ და მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. მართლა სერიოზულად ვამბობ, ეს არის ქართულ YouTube სივრცეში ალბათ ერთ-ერთი ნომერ პირველი დოკუმენტალისტიკის ტიპის ვიდეო, რომელიც უყურე და ძალიან მაგარია. რომელიც იმედია მოგეწონებათ. მე მგონი იმ ვიდეოდან გამოყვა, ხო? რატი გილოცავთ? მადლობა, დიდი მადლობა. უმეტესობამ მე დამასახელა MVP-ს. ოსკარიც დავიმსახურე, მადლობთ. ჩემთვის MVP ნუ ლაშა დასახელებული არის MVP-ად. ძალიან მაგარი თამაში იყო. და ელოშა დაასახელეს? შენ MVP-ად დაასახელე? მაშინ აუცილებლად 11. შენ ყველაფერი დაისახურე. 11. ჩემო რატი. არ მოგევიდო, ძმაო. რატი? შენ ყველაფერს იმსახურე, ჩემო ძმაო. ხო 11-ს მინიმუმ იმისთვის ვაძლევ რომ დონე იყო და კაისვლები გააკეთა რა ანუ რაღაცა ვარიანტში მითითებას მაძლევდა ამისი ლაპარაკი უფრო ვისკენ წავსულიყავი და ელოშას დეტექტივად გახსნა ძალიან მაგარი იყო იმენა დაასვა რა და რადგან დასახელებული არის და ლაშაც რადგან დასახელებული არის 11 ნომერს ვასახელებ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მე მყავდა კარგი გუნდი რა. ანუ 8 და 11 ეს წითლები რო ყოფილიყვნენ 12-ისთვის. ძალიან გაჭირდებოდა ამ თამაშის შემოტრიალება. უბრალოდ 12 ნომერს პატარა რაღაცა შეცდომით გაეპარა. რაც არ შეჩვევია ხოლმე. თორე ძალიან არ მინდოდა მასთან ჭიდაობა. 2 ნომერთან უფრო ვიჭიდავებდი. ანუ არ გაკნინებთ, მაგრამ დეტექტივი მერჩივნა რო თქვენ ყოფილიყავით და არა 12 ნომერი. 12 ნომერი არის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივი, მე ვინც მინახავს და ვის გარეშე არის. ფულ მაფიაში მობრძანდით ხოლმე ხანდახან არის თამაშები, როცა ჩვენც ვთამაშობთ და იქ ნახავთ რეების გაკეთება შეუძლია ბატონ 12 ნომერს და ძალიან კარგი თამაში იყო overall. მაგრამ მაფიას უნდა მოეგო რა. აი ამის გამო. აი ამის გამო უნდა მოეგო მარტო მაფიას, მეტი არაფრის გამო რა. სამიანი მან სამიანის შიშავე არავის არ დაუნახავს მაგიდაზე ყველა მწითელი დაუძახეთ 6-7 ძალიან შავები იყავით და მაინც ყოველ შემთხვევაში ხო რა და მართლა მიკვირს ჯენგო და პატო როგორ გაგიშავდათ იმითი რომ ორივე დეტექტივი აიყო ეს გუნდში ერთი მაინც ხო არის მართლა ანუ არა მე გამიკვირდა რა მე მართლა გამიკვირდა იმიტომ რომ პირიქით ანუ არც იაკუძად არ ჩავთვალე მაგის გამო ესენი არც გადამიმოწმებია ხო მაგრამ ანუ იაკუძადაც არ ჩავთვალე ანუ ეგ ვარიანტიც ხო არის კარჩე გადამოწმებადები არის მიდი დავავთვალოთ მიდი კაი ბატონო მიდი შეცხე ის რო გარცხენს არ დაგავიწყდეს ეგ რო თქვა ბიჭო ამ დღეში ხარ შენ ბატო რამდენი საში თელი გზა გარიგებ ჭკვიანად მიგეცა არ შემოწმე აქ ჯენგომ გაიგო ჩემი პატიოსნემა მარტო რა ეს იმის ბრალია რომ ეს იმის ბრალია არა ეს იმის ბრალია რომ ჩვენ ხშირად არ ვთამ ჩვენ დასავლეთში რო ცხოვრობთ ამის ბრალია არის რა მეგობრებო ჩვენ რო ხშირად ერთმანეთში ვითამაშოთ პატიოსნემ მიხვდებოდნენ ჩემი და ჯენგოს დიალოგს და საუბარს პირველ სიტყვიდანვე ჯენგომ იცოდა რომ მე პატიოსანი ვიყავი რა და პირველი სიტყვიდანვე ვიცოდი რომ ჯენგო პატიოსანი იყო აქ არანაირი ცინკა არ არის არანაირი თვალის ჩაკორა და არანაირი ამე მინიშნება ორივე შულს ვიცავ მართლა ვიცახი
ხო, ვითამაშოთ ოსაგინად. არანაირი მინიშნება ორივე შვილს ვიცავარ რა. ბავშვებს ვიფიცებ, რომ მართლა არანაირი მინიშნებები არ გვაქვს ერთმანეთთან რა. უბრალოდ ჯენგო მიცის მე რა დროს რა ემოციით რას ვსაუბრობ და ერთმანეთში გვაქვს ეგ დამოღამებული. რა მეტი არაფერი. რა არის იცით? ცუდად ვითამაშე მე ის რომ შავად მოვეჩვენე პატიოსნებს, გასაგებია რაღაც მომენტში რომ ჯენგო ეგრევე გევიწითლე და გუნდში ეუყვანე და წითელი უძახე. ბაზარია. მაგრამ 25 წლიანი ძმაკაცო. ხო, 25. ხო, ჩემი ოჯახის წევრია. ოჯახის წევრია ჩემი მეჯვარია, ბავშვის ნათლია და 25 წელი არა, მაგრამ 18 წელია ძმაკაცობთ რა და. 7 მარტოში ძმაკაცებოდი. ბიჭო, ნუ მარცხნია ჩემი. ხო და ძალიან მაგარი სტრატეგია ჰქონდა ორ ნომერს. ბაო, იმიტომ რომ აწყობდა პატიოსნებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, თვითონ შავი იყო და აწყობდა იასნიან რომ დაგვეტაკამე და არ მომეწონა მე ნომერის თამაში და უთხარი გარეთაც ატო. 7 ნომერმაც არის ის სიტყვა რა დამოღამებული არ აქვს ჩემი პოზიტიური რო არა ჩემი ის არ აქვს დამოღამებული და იმიტომ ვეშავე რა რაღაც პუნქტში თორე მაგას გამის კი არ ვიზახი ძალიან მაგრად ითამაშა თავისი განმოსახედიდან რომ შავი ვეგონე ეგ არაფერი ისეთი არ მაქვს მაინე რა მიცის ასასაუბრებდა მიმითითებს პოზიტიურობას მაგარი კაცი საღოლ და უფრო მეტი საღოლ გეტყოდი რომ 0 წრეში შენ შეგეტყოდი დეტექტივი ვარ რა დედას ფიცავარს ნუ აგეს ორივეს ვაფშე არ ვიყვანი და პიტარ წამოყვებოდი შენ რატი ჩემი MVP იმისთვის რომ ბოლომდე გაზრო და მოაგებინა მაფიას რა მაგრამ არანაკლებად გელაშვილი ლაშას მოსახელებ მადლობა გოგოებს ბრავო კიდე გაძლევისთვის თქვენვე როლებში მადლობა თამაშისთვის ყველას კაი მართლა მაგარი აი ხა მაგრა დავიხარჯე მაგრა ვისიამოვნე რა მაგრა და თან ანუ ისეთი კაი შავი გუნდი ვიყავით ჩემი აზრით რომ ანუ 500-ს რო უყურებთ უკვე მცხვენოდა რა შენ ვიცი რომ წითელი ხარ და რა უკვე მეთქი ნუ მეუნები მაგას რაღაც სუდად ვიყავი უკვე რა მეც დავიჯერე რაღაც მომენტში რომ წითელი ვიყავ მართლა დედას ვისავა რაღაც მომენტში ქოროსში მელაპარაკებოდა ეხა შემილია კაც ორიანი კიდე ნუ ორმაგი შავი გამოდიოდა მაგას ვიზახთი თავიდანვე მაგრამ არ კლავდი იმიტომ რომ ხელი გაყვანა მინდოდა მაგრამ კინაღამ მოიგო ეხა რატის რომ ხელი არ აიწია იქ სწორად კინაღამ 12-თან ბოდიში იმიტომ რომ 12-ის ძალიან წითლად მელაპარაკებოდა რა და ნამუსმა შემაწუხა მართლა. MVP არის რა თქმა უნდა ჩემი შავი გუნდელები და 2 ნომერი. თანაბრად რა ყველა. კაი თამაში იყო, დიდი მადლობა ყველას. გამარჯობა გუნდსულოცა, მოგეთ ბევრი ვარ ველაპარაკო რა ხო ძალიან ემოციური იმის ქვეშ ვარ ხა, ბევრს ვერ ველაპარაკებ ყველაფერს, რატი ხო ჩავ, მართლა კაი იყო. ყველა დაასახელეთ თემებად და მე დავასახელებ თემებად ადამიანს, რომელიც დავარწმუნე შემოვატრიალე ეს რამდენი გრადუსით 180 არის ზუსტად ხო 5 ნომერი იმიტომ რომ თავიდან შავად მოლაპარაკებოდა და ბოლოს ერთადერთი ადამიანი იყო რომელმაც ხალხისთვის დაიწყო მინიშნება რომ 12 დეტექტივი მადლობა ძალიან კაი თამაში იყო მართლა ვისიამოვნე ცოტას ვიტყვები მე დარწმუნებული ვარ რომ აყურებელმა ისიამოვნა ეს კარტი კი საჩუქრად გადაეცემა 12 ნომერს რომ იქნებ მაფიის თამაში ისწავლოს. არა, შენ კარგი დეტექტივი იყავი. პატიოსნების კარგები იყვნენ, მაგრამ რაღაც დაგაყენდათ. კარგად იყავით.